ხო, ნუ მე ეს რაღაც დონემდე რომ მივიყვანე რა, ანუ უკვე იმან მითხრა რომ საკმარისიაო რა, ოკეიო რა, ეს ამასო მივცემო რა, ვიღაც ვისი შეკვეთაც ქონდა, არ ვიცი ხო და აი ეს თავის ამიანად ორივე მივყიდე ეს ძებნის და ისის და $500 მომცა და ძალიან გახარებული წამოვედი სახში, მახსოვს ესე მოვედი. და მე სახეს ვიძრობ რა, მუშაობ რა, არჩევ რისი გარჩევა შეიძლება და ყველაფერს ვაკეთებ რა, მაგრამ ფერფოზი მაინცნელა ისდება. ამიტომაც საქართველოს ყველაზე მაგარი ფრიგი, ვინდა ფერფოზს გაგეზარდოს და გადახვიდეს ხო. ხო. ანუ ვებკამერაში, გამოსახულებაში მიდევნება რა გამოსახულების, აი თქვა რაღაცა მონიშნე და ეს სელექტი რო დარჩეს და გაეკიდოს რა კამერა რო ხო. ხო და ეს ის პერიოდია რომ ოფენსივი ჯერ რაღაცა 0 რაღაც ვერსია არის, ანუ არ არის რა მოხოდილი პონტი რა და ანუ მე პროსტა ვარჩევ მე თვითონ როგორ გავაკეთო რა ეს და პირდაპირ თქვა პიქსელები როგორ წავიკითხო და რაღაცა და დავამუშავო. გამარჯობა, ეს არის დევთერაპიის მე-19 ეპიზოდი. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ირაკლი ქოიავა, Discord channel-ის Render Priest-ი. ძალიან დიდი ხანი ველოდეთ ამ დღეს, იმიტომ რომ მინდა რომ ირაკლი ჩვენთან სტუმრად მოსულიყო და როგორც იქნა მოახერხავან ეს. ირაკლი გვაჩუქა ესეთი ძალიან საინტერესო წიგნი, physically based rendering-ი from theory to implementation, რომელსაც აუცილებლად ამოვანათებ და ძალიან საინტერესო რაღაც არის, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური მომავალობა ჯერ ვერ გავიგე. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან საინტერესო ჩანს და აი ფოტოები. კი, ამაზე ფოტოებია ნამდვილად და ხო, აუცილებლად დაგაინტერესებთ და ამას ამოვანათებთ აუცილებლად. სანამ უშუალო სტუმარზე გადავალთ, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სპონსორი არის Texi. Texi არის software development კომპანია და მადლობა Texis ამ შესაძლებლობებისთვის. ბევრ საინტერესო რაღაცებს ვაკეთებთ. კი ბატონო, ეგ ხო, მაგაზე მე შევიმაყარებ. გადავიდეთ ირაკლის. ირაკლი როგორ ახლა? გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა. როგორც იქნა? კი ბატონო. შედგა. მოაღწიე. მოვიყავი ახლა შენზე, ნუ უმეტესწილად ჩვენმა მაყურებელმა მაინც ვინც Discord-ია, კი ძალიან იცის შენზე ბევრი რაღაც, მაგრამ ყველაფერი დავიწყოთ 0-დან, ვაფშე საიდან დაიწყე, როგორ დაიწყე და მე ჩავიდე ციგნებში, მე მაგალითად ბევრი კითხვა მაქვს განსაკუთრებით შენ სპეციფიკაციაზე და დავიწყოთ. ხო. და სანამ დავიწყებთ, ხო, ის უნდა ვთქვათ, რომ ეს დღევანდელი პოდკასტი იქნება ძალიან ტექნიკური. ხო. ძალიან საინტერესო და ხო, მაინც გონია, რომ ძალიან დაგაინტერესებთ ირაკლის დღევანდელი ეს. ხო, იდეაში მთავარი არის აქ, რომ ამ სესიებიდან სავარაუდოდ ზუბა სესიადანაც ბევრმა სავარაუდოდ ვერაფერი ვერ გაიგო, მაგრამ ეგ გაძლევს საშუალებას იმის, რომ თუ ეს რაღაცები გაინტერესებს, მიხვდები რა არის. შეიძლება გასაგებად. ხო, შეხვიდე, შეგიძლია წახვიდე და ხო, ამიტომ აქ თან თემა ის არის, რომ ჩვენ წარგვესმის. ამიტომაც ხო, თქვენც მარტოები არ ხართ. Enterprise-ი მარტივი არ არის. გამარჯობა, მე ვარ ირაკლი ქოიავა, ვინც არ მიცნობს, ვარ გრაფიკული software developer-ი. უკვე 15 წლის 10 ну, უფრო 10 წლის ესე ვთქვათ პროფესიონალურ დონეზე და მანამდე უფრო ესე ვთქვათ 10 წელია მუშაობ. 10 წელია უშუალოდ მაგ მიმართულებით მუშაობ. და მანამდე უფრო სწავლის პროცესში ვიყავი ესე ვთქვათ. ну, ყოველთვის გრაფიკული software developer-ი არ ყოფილი, მანამდე ესე ვთქვათ დავიწყე ჩვეულებრივ როგორც ყველა უნივერსიტეტი. და ну მე უბრალოდ სპეციალიზირდი ესე ვთქვათ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ გრაფიკა ყოველთვის მაინტერესებდა. ну 0-დან დაწყება არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ჩემი ალბათ ამ მიმართულებით წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბავშვობიდან ხატვა მიყვარდა და ყველა ანუ ხატვასთან დაკავშირებული ყველაფერი რა, რაც ვიზუალიზაციას ეხება რა, ხაზვაც გამოდიოდა ძალიან და სკოლის პერიოდში მოკლედ განსაკუთრებით აი მე-7 მე-8 კლასში და ამ პერიოდში ძალიან აქტიურად ხატავდი ხოლმე რა, უფრო ძირითადად ფანქრით. ხო და ამან რაღაც გავლენა იქონია, იმიტომ რომ თან გარდა იმისა, რომ ანუ ხატვის ფორმებიც სხვადასხვა არსებობს, მე უფრო მქონდა ხოლმე იმის მუღამი, რომ რაღაცა
მაქსიმალურად რეალისტური დამეხატა რა, ანუ ტექნიკა იმ დონეზე დამეხვეწა, რომ შემძლებოდა აი რაღაც ფოტოსთან მიახლოებული დამეხატა. იმიტომ რომ ყველა მხატვარს ეგ არა აქვს რა, მიზნად ზოგი შეიძლება უშუალოდ ფერებს აქცევს ყურადღებას. მე ფერების მიმართ იმდენი ის არ მქონდა, უფრო შავი ფაქრით მიყვარდა ხოლმე ხატვა და აი განათება, ჭრილები და ესეთ რაღაცებს ვაქცევდი ხოლმე ყურადღებას. და ნუ მე უკვე სკოლის პერიოდში ბოლო წლებში რა, სკოლის ბოლოს უფრო მათემატიკით დავინტერესდი და ხატვისთვის აღარ მეცალა, უკვე ჩაბარებაზე რომ ფიქრობდი უნივერსიტეტში და აბიტურიენტობის პერიოდში უკვე ძალიან აქტიურად მეცადინეობის ვერ ვიტყვი, მაგრამ აი რთული ამოცანების რა მოხსნის მუღამი მქონდა რა უფრო და მასწავლებელი ვისთანაც ვემზადებოდით ის გვიწყობდა ხესლა ჩელენჯები ვით აწყობდა რა ესე ვთქვათ და ეს მომწონდა რა ჩელენჯის მომენტი და რთულ ამოცანებს ხსნიდით ხოლმე და მე უკვე რო ჩავაბარეთ უნივერსიტეტში რა ეს რაღაცნაირად ეს ინტერესი მათემატიკის მიმართ მე რაღაცნაირად პროგრამირების ინტერესით ჩანაცვლა რა აი ესე ვთქვათ აი რო დავიწყეთ პირველი კურსი ის ბოლოს იყო თუ მეორის დასაწყისში აღარ მახსოვს ანუ ალგორითმებზე რო გადავედით გამეზარდაშვილი გვასწავლიდა მაშინ ალგორითმებს 2 სემესტრი თუ არ ვცდები და იქ შემოვიდა ესე ვთქვათ პირველი რაღაც საინტერესო მომენტები ისე იქ ძალიან საინტერესო შემთხვევა იმიტომ რომ როგორც ეს ადამიანები რომლებიც ვთქვათ ხელოვანები და ხატვის მიმართ არიან ხოლმე როგორც ეს მათემატიკა და პროგრამირება საკმაოდ უჭირთ რა ასე რომ ვთქვათ რა ანუ უფრო ერიდებიან მაგ მიმართულებას რა და შენ შემთხვევაში ეგ როგორ მოხდა მათემატიკაც უფრო გაინტერესებდა ანუ იყო პერიოდი რომ დიდად ანუ ინტერესი იმდენი არ მქონდა უბრალოდ გამოსვლით გამომდიოდა რა ანუ რაღაც მისახვედრი საფიქრალი ამოცანებს რაღაც უფრო ალბათ ნიჭის გამოხსნიდი ვიდრე იმის გამო რომ რაღაცა ფორმულებს ვიმახსოვრებდი რა და იმის გამო რომ დიდად სწავლით არ სწავლობდი იყო პერიოდი რომ რაღაც მათემატიკაში რაღაც მახსოვს რომ ერთხელ ნიშანს არ მიწერდა მასწავლებელი მაგრამ უკვე ზედა კლასებში რა უკვე რომ აი ცოტა რომ გამიღვივდა ინტერესი მე უკვე გადავედი იმ ეტაპზე რომ ანუ ეს ჩელენჯის მომენტი იყო რომ აი ამასაც თუ ამოხსნი და რაღაც იმან ის ამოცანა ამოხსნა და აბა მე თუ ამას ამოხსნა რაღაც შეჯიბრებადობის მომენტმა რაღაცა უფრო ინტერესი გააჩინა რა კლასში ვიყავით რამოდენიმე ბიჭი ვინც ვცდილობდით რომ რაღაცა უფრო კარგად გვესწავლა რა ხო და უშუალოდ პროგრამირების თემა ეხლა ბიძაჩემი იყო მაგალითად ბიძაჩემს აქ ნახევარგამტარების ფიზიკა დამთავრებული და ადრე მიონის შენობა რო დიდუბეში იყო თუ იცით თქვენ მოკლედ მიკროპროცესორებს სწავლობდნენ და აკეთებდნენ კიდეც რა აკეთებდნენ ნუ საბჭოთა კავშირის სპონჯი კეთებდა ხა ზუსტად შეიძლება აქ არ კეთდებოდა ეგ არ ვიცი მაგრამ შესწავლა ხდებოდა რა ანუ ამერიკულ პროცესორებს უყურებდნენ აკვირდებოდნენ რაღაცა და მე რაღაცებს აკოპირებდნენ რაღაცებს არ ვიცი მოკლედ რაღაც იმ პერიოდში უკვე ის პერიოდია რომ საბჭოთა კავშირი უკვე ბოლოსკენ არის და რაღაც პონჩი ჩამორჩება რა და შორს რო არ წავიდეთ, მოკლედ ბიძაჩემს ჰქონდა ეს ტექნიკური განათლება და მე უშუალოდ უფრო ფიზიკა არის მაგის სპეციალობა, მაგრამ პროგრამირება თვითონ ისწავლა. ან კონტროლერების პროგრამირება და ქარხნების ავტომატიზაცია და ესეთ რაღაცებზე მუშაობდა. და რომ მივდიოდი ხოლმე მიხსნიდა რა, ჩემთვის ბევრი გაუგებარი იყო, მაგრამ მეუნებოდა რომ ახე აქ რაღაცა ეს ეკრანზე ის არის რაღაც ღუმელია და აქედან ვაკონტროლებთ სითბოს და ის მე რაღაც ბაზალტს ადნობს და იქ რაღაც გაისხმება და მთელი ამ და ყველაფერი ამ კონტროლერით კეთდება და რაღაცა რა. მოკლედ თვითონ რომ გაკეთებული ქონდა, მუღამი ქონდა და მეც მიხსნიდა და მე ეხა ის თვითონ რაცაც ხედავდი მომწონდა ვიზუალური კუთხით ხო იცი ეგ ნაწილი მომწონდა იმის იქით ეხა დიდად ვერაფერს ხვდებოდი იქ რაღაც კონტროლერი თან ძალიან რთულია რა ეხა კონტროლერების თემა მაშინ მით უმეტეს ჯერ არ არის ის პერიოდი როცა ეს ID-ები ბევრია რა იყო რაღაც ვიზუალური ID რაღაც ელექტრული სქემასავით ხატავდი რა რაღაცებს და ლოგიკას აწყობდი და მოკლედ რთული თემები იყო და ძალიან რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ პროსტა რაღაც ინტერესი მქონდა და თან აი მაინც მომავლის სფერო სპონჯი აღიქმებოდა, რომ აი
ეხლა რომ შემოვიდა კომპიუტერები და რაღაცა მომავალში უფრო საჭირო გახდება რა. და თან ტექნიკური თემაც რომ აინტერესებდა და ანუ მათემატიკა რაღაცნაირად ბუნებრივად ჩავთვალე რომ ეს კაი იქნება ამ მიმართულებით წასვლა. მე ამ საძმაკაცოში რა ბიჭებმა რამოდენიმე თქვეს რომ ჩვენც გვაინტერესებს და ნუ ესე გადავწყვიტეთ რა რომ ეს ყველა ეს მეგობრები მაგ სფეროს გაყევით? ხო, ნუ ეს კლასიდან რამოდენიმე ბიჭი წავედით დღეს ყველა ხო ისინი დღესაც არიან რა ამ სფეროში. გრაფიკული პროგრამისტები არიან ისინი? პროგრამერები არა, პროგრამისტები არა. იშვიათი ნიშა. C#-ზე წერს. ხო, ზოგი Java-ზე, ზოგი რაღაცა მოკლედ რა ვიცი. შენ ვერ ჩაგითხრი ეს მაგ ბნერლი მასშია. ხო, მე ყველანაირად ვეცადე რომ მშრალად გამოსულიყავ. კაი, ეხა იცი რა მაინტერესებს? ეგ ყველაფერი გასაგებია. მე ყველაზე მეტ მაინტერესებს, აი, სულ მაგას ვიკითხები ხოლმე რა. შენი სფერო იმდენად ნიშურია. მე ესე მეჩვენება რა. ვიწროა, ხო, იმდენად ვიწროა. ესე LinkedIn-ზე არ შეგხვდება რა, ვეძებ გრაფიკულ პროგრამისტს, ან რთულია. მაინტერესებს აი პირველი ფული როგორ აიღე პირველად ამ სფეროთი რა, ანუ როგორ დაიწყე მუშაობა, რომ აი შენი სკილები სად გააიდე. რომ რეალურად შენ სკილებში როგორ გადაგიხდეს, მაგრამ იდეა ერთი რაც მინდა ვიკითხო ბარემთონიკას ითქოს მოვაყოლებ რაღაცას რა რომ კი ილაპარაკე ამაზე ასე თუ ისე მაგრამ ანუ იგივე იცოდი რომ ამ მიმართულებას უნდა გავყოლოდი? არა, ეგრევე არ ვიცი. ანუ სხვა რაღაცები ეგრევე არ ვიცოდი. და ნაცდები? კი, აი მოვყვებით და გამოჩნდება. ესე იგი აი ეს უნივერსიტეტში რა დიდად რო გითხრა, ანუ სწავლამ ცოტა გული დამწყვიტა, რომ ის ხარისხი არ დამხვდა რა, თესეულში რა ხარისხსაც ველოდებოდი რა. უფრო იყო რაღაც თეორიაზე ორიენტირებული და თეორია ისწავლოდა მშრალად და პრაქტიკის ნაკლებობა იყო და რაღაცა ნუ მე შენ თვითონ გიწევდა ამის შევსება რა, სახში ვიჯექი ხოლმე და რაღაც ბანძი Pentium 2 მქონდა და იმაზე რაღაც წერდი ამ ალგორითმებს რა, გამეზარდაშვილისას თქვა თან რაღაც და პატარ-პატარა პროგრამებს ვაკეთებდით რა. და მე უკვე ნენელა თავიდან რო სწავლობდი პირველი 2 წელი, დაჟე ალბათ 3 წელი, აი თლიან სურათს ვერ ხედავდი პროგრამირებისას რა. ანუ ხედავდი რომ რაღაც პატარა საინტერესო იყო, მაგრამ ძალიან C-ს გვასწავლდნენ კონსოლში წერდით რა. და ანუ ეხლა ვფიქრობ რა ჩემთვის რომ მე რომ მაგ პროგრამები ნანახი რა, ანუ ასად ეს კონსოლი არც არ არის. ეცეგრე არ არის. რამდენი ხანი უნდა წერო კონსოლში? ხო, ანუ რაღაცა ხდებოდი რომ რაღაცა მარტო ეს არ არის რა, ანუ კიდე იმის იქითადები და ანუ სულ მაინტერესებდა მაგალითად რაღაცა როგორ ვიზუალური ნაწილი როგორ გავაკეთო რა. სახელი აღარ მახსოვს, ერთი გვასწავლიდა იმას C-ზე პრაქტიკას მე-7 სართულზე რა, მაღლევში და იმას უთხარი რომ ესე აი თქვა როგორ დავხატო რამე რა, პიქსელი როგორ დავხატო რა თქვა და იმან მითხრა DOS აქვსო გრაფიკული რეჟიმიო რა, წარმოიდგინე. ანუ უშვედი რა 256 ფერიანი რაღაც რეჟიმი არის, აი BIOS-ივით არის რა და ანუ ეგ ეშვებოდა და იქ შეგეძლო set pixel გამოგეტანა რა და აუ ეს რო ნახე ის ორი ღამე იმენა ვეჯექი რა და რაღაცა მინდოდა რომ დამეხატა რამე რა სურათი და bitmap-ის ფორმატი რო არსებობს ფაილის სისტემაში, ანუ ჯერ არ ვიცი რა და იქ რაღაცა ავდექი და აქ პიქსელებს რო გავხსენი აქეთ, აქ პიქსელებს რასაც ხედავდი, აქეთ ტექსტურად გადმოვწერე რა, წარმოიდგინე მთელი სურათი გადმოვწერე ტექსტურად რა და მე ტექსტური წამკითხველით ეს ტექსტური წამკითხე და აქ დავხატე რა. ის რაღაც ჩემი სურათი იყო, ხო? არ მეყო ნების ყოფა და აქამდე დავხატე რა. მაგრამ ეგეც უკვე წარმატება იყო რა, ხვდები და მე რაღაცა ბიძაჩეი მოვიდა თუ რაღაცა და ამას უხსნი რომ ნახე რა გავაკეთე და იმან მითხრა რომ მაგის ფორმატი იქნებაო და პირდაპირ აქედან წაიკითხა. ანუ მაგრამ წარმოიდგინე ინტერნეტი არ არის და ანუ ხო ხვდები ანუ სხვა არის, მაგრამ არც მოიპოვება იმდენი ინფორმაცია, არც გაქვს იმის სკილები რომ წესიერად დასერჩო რაღაცა. Google იყო საერთოდ. იყო, მაგრამ ნუ ისე Stack Overflow არ იქნება. იყო რა, ისე ძალიან, ანუ თვითონ სავსე არ იყო ინტერნეტი ამდენი ინფორმაციით რა, რაც ეხა დღეს არის. და მე მოკლედ ეს სკილები რომ დამიგრო და მე რაღაცნაირად შევისვა, აი მაგალითად მოდებაძე გვასწავლიდა
ეგეთ კურსს იმას Windows API-ს და ხო და ფანჯრის შექმნა და როგორ მუშაობს. ანუ ეგ კაკრასო არ მეზიზღებოდა, იმიტომ რომ ეგ ნაწილი, ანუ კონსოლიდან მინდოდა რომ რაღაც გარეთ გამოსულიყავი რა და ეგ რო აგვიხსნეს რა, ძალიან ის იყო ჩემთვის რა და ჩავიჯექი და რაღაცა ფანჯარა გავაკეთე, რაღაცა message box-ი ამოვაგდე, რაღაც გავაკეთე და უკვე სხვა თემა იყო რა. რამდენი უნდა გეწერო ფანჯარა გაიგეთე? ხო. არა, არც ისე ბევრი ხარ და მაინც პოინტერი მე მახსოვს, მაგრამ ვინაպես რომ გავდიოდი და საკმაოდ თუდად მაგამეები გათენებოდი მაგებს. ნუ მოკლედ ეგ მაგან, ანუ მე ამ უკვე მესამე კურსზე უკვე შემეკრა ეს მთელი წარმოდგენა, აი კომპილატორი რა შვება მაგალითად, როგორ მუშაობს პროგრამა, როგორ ეშვება, იმიტომ რომ ანუ გარდა ვინაპისა გვიხსნიდა მაგალითად აი exe ფაილი როგორ ეშვება რა, როგორ გამოიყოფა ვირტუალური მეხსიერება, როგორ ხდება ყველაფრის მე დამეყვა, execution და მთელი ეს სისტემა და ანუ უკვე რაღაც ეს წესით ალბათ ჯობდა მანამდე გვესწავლა რომ ანუ მაგრამ არ ქონდა მანამდე ანუ ესეთი სტილი იყო რაღაც სწავლების რომ ჯერ ბაზისები კი არ იყო ეგრევე ამ ენას გასწავლიდნენ და ბოლოს ხო მე რაღაცა მესამე კურსზე შემეკრა ეს მთელი წარმოდგენა რა არის როგორ მუშაობს ყველაფერი რა და თან ის პერიოდია რომ ვიცი რომ თუ მუშაობა დავიწყე სწავლა საუბრებ რა ანუ ან მივანებებ იმიტომ რომ ჩემმა კურსებმა რამდენიმე უკვე დაიწყეს და აღარ დადიან საერთოდ რა და მოდიან უკვე მაგდროში თან სამსახურის შოვნა მარტივი ტასკი არ იყო რომ ყავდნენ ჩვენს სტუმრები ხო და ეხლა თან არც მაქვს იმდენი სკილები რომ რეალურად რამე დავიწყო მაგრამ არც ჩალიჩობ დიდად რა და მე ისე გამოვიდა რომ ცოლი მოვიყვანე მომიწია შოუსაც რა ხო და ანუ აღარ გამოდის ეხლა ეგრე რა ცოტა ეხლა ეს ხო ანუ მოკლედ მინდოდა რომ რაღაცა უკვე ეგრე აღარ გამოდის პასუხისმგებლობა რაღაცა და უნდა რაღაცა ვქნა ეხლა ჩემი შოულები კი ბოლომდე მასაპორტებდნენ რა ანუ ყველაფერი ხარში გვერდში მედნენ მაგრამ რაღაცა უნდა ვქნა და იყო ეგეთი ზუბაც იყო იქ სხვათა შორის ზუბამ თავის ვიდეოში ილაპარაკა ერთი მათემატიკოსი იყო რომელსაც ჰქონდა რაღაც კავშირები და რაღაც საქმეებს დღეულობდა რა და აქ აკეთებინებდა რა ხალხს და რა პატარა ჯგუფი ეჭდა რა და მე რომ მივედი იქ იმან მითხრა რომ კიო მაქვს საქმეები რაღაც ეს მოგცემო და გააკეთეო რა უბრალოდ ეხა აქ ვერ დაგსვა მაგრამ კომპიუტერი ხო გაქვს რა და დაუჯექიო შენ თვითონ და რამოდენიმე საქმე მაქვს რა და რასაც გააკეთებ საინტერესო კითხვა ამ deployments როგორ აკეთებთ რო გააკეთებდი შენ როგორ ფლეშკაზე ანუ ფლეშკაზე ერთი გამაიდიან ფლეშკაზე ანუ შენ როგორ ხა იმ დეკოდს წერდიან რაღაც კომიტებს ვაკეთებდი ანუ არაფერი რა პროსტო ერთ დიდ ფაილს დავწერდი რაღაცას და მე მივიტანდი რა და ხო და მაგალითად დამავალა ეგეთი რაღაცა ფაილების მოძებნის პროგრამა უნდა დამეწერა რომ მთელი HTTP დაესკანირებინა რა და რაღაც ფაილები ეპოვა და ცალკე ტექსტურ ფაილში ჩამოეწერა მისამართების ადიპოვა რა და ეგ გავაკეთე სადაც ერთი კვირა მქონდა თუ რაღაცა და ანუ ვაფშე არ ვიცოდი ფაილების მძებნის რაღაცა და იმან როგორ მოიქცე როგორ მოიძია ინფორმაცია რა წაიკითხე ანუ იმაში უკვე იმ ეტაპზე ვარ რომ რაღაცებს დაგუგლო ვიცი და ანუ მოძებნე რომ აი არის რა ჩადიოდი როგორ უნდა ჩახვიდე რა next file არის მე რომ folder ამოწმებ folder-ია თუ ფაილია და თუ folder-ია მე რეკურსიულად ჩადიხარ რეკურსია და ანუ ეს რეკურსია დავწერე ჩავდიოდი და ყველაფერს ვასკანერებდი რა და ანუ ეგ გავაკეთე რა მიუტანე მოეწონა და მაგაში გადამიხადეს $500 და ეგ იყო მაგარი ფული იქნება ეგ იყო ჩემთვის აუ ისა რა მაშინ $500 სერიოზული ოღონდ გარდა მაგისა მოდი ის დამავიწყდა გარდა მაგისა ქონდა ეგეთი ამოცანა ანუ ვებკამერაში გამოსახულებაში მიდევნება რა გამოსახულების აი თქვა რაღაცა მონიშნე და ეს სელექტი რო დარჩეს და გაეკიდოს რა კამერა რო ხო და ეს ის პერიოდია რომ OpenCV ჯერ რაღაცა 0 რაღაც ვერსია არის, ანუ არ არის რა მოხდილი პონტი რა და ანუ მე პროსტა ვარჩევ მე თვითონ როგორ გავაკეთო რა ეს და პირდაპირ თქვა პიქსელები როგორ წავიკითხო და რაღაცა და დავამუშაო თქვა და აი იქიდან თქვა ფერების ინფორმაციით როგორ ამოვიცნო ანუ ჩემთვის ვექსპერიმენტობ რა მაგრამ არც ცოდნა მაქვს საკმარისი არაფერი და
ძალიან საშინელ რაღაცას წერდი რა, ან პერფორმანსი ქონდა 0 რა. მაგრამ მე ნენელა ხვდებოდი ჩემს შეცდომებს რაღაცებს, ვასწორებდი და რაღაცამდე მივედი რა ნორმალურ დონემდე რა. ეხლა კარგი შეება არ იყო, მაგრამ აკეთებდა რაღაცას რა. როგორ დასტავდი მაგას? ეს ამოსაცნობი იყო რაღაცა, რომელიც ფრეიმ YouTube-ზე მიდევს სხვათა შორის. და როგორ დასტავდი მაგას? კამერა გედგა სახში. კამერა მედგა, ხო ვებ კამერა ჩოლებრივი და იმას. და იმ კამერასთან კონტროლის წვდომაც ჰქონდა რომ მიგეტრიალებინ მოგეტრიალებინ. არა, ჩოვლები კამერა მედგა, ჩემს მიყვებოდა რას ნიშნავს? მაუსით მოვნიშნავდი ამას და არა, მე რომ გამოძრავდებოდი რა, ეხა ხო არის თქვათ ტრეკინგი რა, სიტყვაზე რა ვიცი, მესენჯერში ვიდეოს რო დარეკავან რაღაცნაირ სხვადასხვა იმებში, რა მასკებია, რაღაცეებია, ხო? ანუ აი მაგის დასაწყისი ვარი. real time-ში რაღაცას არენდერებდი სახეზე და ის უნდა გაყოლოს, ხო? ანუ просто უნდა მომენიშნა რაღაც უფრო. და ის მე ეს უნდა მიყოლო და ამას და ესეთ რაღაც. კამერას კი უნდა ემოძრო. ჩემთვის ძალიან რთული ამოცანა იყო და მარტო ჩემთვის კი არა, ანუ research paper-ები რაც იდებოდა, ანუ ჯერ კიდე ის იყო რა, ძალიან დამუშავების პროცესში იყო რა ეგ. მე წარმომიდგენია ეგრე რა, რომ რაღაცა ყველა ფრეიმს ცალ-ცალკე უნდა უყურებდეს ხო და რაღაც პიქსელების რაღაც ხო ანუ ერთ ფრეიმს ამუშავებ, ან ფერს ჩაეჭიდები, ან კონტურს ჩაეჭიდები და მე ეს კოორდინატი რაც აქვს, შემდეგ კოორდინატზე ეძებს აწავი და იპოვი და ესე მიყვები რა. მაგრამ მან მთელი პრობლემა არის ის, რომ ეს სივრცე დიდი გაქვს და ძებნა ძვირი. ხო და პიქსელებთან მუშაობაც ხა random access-ია და ქეშმისები ბევრი. აი მედატრონიკა მაგაზე არც ვიცოდი ანუ ქეშის ეფექტურობას და პირდაპირ წერდი რაც მომივიდოდა. აი მედატრონიკა ვაკეთებდით ამას წინათ რაღაცა ტრეკინგის რაღაც დაგჭირდა რა მოკლედ რაღაც პროექტი რა და მან ვიყენებით ზუსტად open series რა და თანამედროვეობაშიც კი ძალიან მძიმე იყო ეს ყველა სათითაო ფრეიმის დამუშავება რა. მაგას ჩვენ არ ვაკეთებთ. ხო და თანამედროვეობაშია მაშინ რა იქნებოდა. მე ბოლოს რა გამოვიდა. ხო, ნუ მე ეს რაღაც დონემდე რომ მივიყვანე რა, ანუ უკვე იმან მითხრა რომ საკმარისიაო რა, ოკეიო რა, ეს ამასო მივცემო რა, ვიღაც ვისი შეკვეთაც ქონდა, არ ვიცი, ხო და აი ეს თავის ამიანად ორივე მივყიდე ეს ძებნის და ისის და $500 მომცა და ძალიან გახარებული წამოვედი სახში, მახსოვს ესე მოვედი. აი, ხაცუდად გაისმა ალბათ. აი, თუ გჯეროდათ ჩემ. ხო და მოვედი სახში და რაღაცა ძალიან გამიხარდა, მაგრამ ეხა ეს ერთჯერადი თემა იყო რა. კიდე. ანუ გავიგეს $500, კაია, მაგრამ რა ვქნათ ეხლა რა ეს და მე და ჩალიჩოვდი რომ უკვე რაღაცა სადმე დამეწყო რა მუშაობა. ხო და ეს გამოცდილებაც უკვე რაღაცები მაგნაკეთები რა. და მახსოვს ერთი ვაკანსია იყო, მაღლივში მივედით და იქ დაფები რო იყო ხით საინფორმაციო, იქ გამოკრული დახვდა ვიღაცა ეძებს დეველოპერს რა. რაღაც ვეზირიო თუ რაღაც ერქვა რა კომპანიას და აი ზუსტად აქ იყო რა გაგარანი აქ თქვენი გორფოსის გადასწრი რა და ესე იგი მივედით რამე გასაუბრებაზე მე და ჩემი ძმაკაცები რა და რაღაცა იქ ვილაპარაკე რომ მე თქვი გამოსახულებას ვამუშავებ იმის დედავატირე რა ჟოკალმა ხო თან ტიპებს აქვთ იმენა ეგ მაღაზია ანუ webs რაღაც security სისტემები აქვთ კამერები აქვთ და რაღაც source წერენ ახლა არ ვიცი რა წერენ მაგრამ მე ვუთხარი იმენა თქვენაც გინდათ მეთქი აი მაგის ექსპერტი ვარ რა და კაროჩი მაგაზე მაგ ნამუშევარი ნუ ახლა ძალიან დამაჯერებელი ალბათ არ ვიყავი მაგრამ ნუ კაროჩი არ ამიყვანეს რა და ეს ჩემი ძმაკაცები აიყვანეს რა მაგარი გატეხილში ვიყავი მეთქი ანუ თან არც მითხრეს რატო არ ამიყვანეს რომ რაღაცა მივხვდარიყავი რომ რაღაცა ვერ ვქენი და ნუ კაი ახლა არ ამიყვანეს და მე ისე გამოდგა რომ ეს ტიპები ბიჭო რაღაც ძალიან გადამგდებები აღმოჩნდნენ და ეს ჩემი ძმაკაცები კაროჩი აყირო ეს წელი კაროჩი მაგარი ამუშავეს და ბოლოს დაადეს თულგამის რაღაცა აი ძალიან ცოტა მისცეს ხო და კაროჩი გადარჩი ხო და მე ლოცულობდი რომ მეთქი ღმერთო ვაკაია აყირო ეს მეთქი აი რა გამიმართლა რომ აქ არ ამიყვანეს ხო და მე იყო რა ვარიანტი რომ ესე იგი ორი ის გაიჩითა ეგეთი ვაკანსია
ის ქართული თამაში რო დაწერა შეს პოლიცია მაგისი ის დაიდო ვაკანსია და მოკლედ გავაგზავნე CV და იქ ეწერა რომ დამირეკეს რა და მითხრეს რომ მოდითო და თუ რამე გაქვთ გაკეთებული მოიტანეთო რა და ეხლა თამაში ეგეთი არაფერი არ მქონდა რა გაკეთებული და ეს ოფენჯელიც ისეთ პონჩი ვიცი რა ძალიან პატარა რაღაც ტუტორიალებით მაქვს რაღაცები გარჩეული რა ხო და იმ შაბათ-კვირას დავჯექი და რაღაცა ავაწყე რა სცენა იყო ოფენჯელში რაღაც სცენა იყო ყველაფერი კოჩი მქონდა გაწერილი რა ფაილს კი არ ვკითხულობდი რა აი პროსტა თუპად რაც ორ დღეში რომ ესე ყველაფერი იქ ჩავყარე რაღაცას ვკითხულობდი რაღაც სახლივით ესე იდგა ნისლი იყო და დადიოდი რა ეხაც მაქვს რა ის ჯგუფში ჩავაგდე რა დისკოთი ხო და დადიოდი ესე და მოკლედ 3 დე ხო 3 დე იყო რა ხო და ჩავწერე ფლეშკაზე წავედი ხო და მივედი ახლა იქ ბევრი ხალხი დაგვდა რა და რიგრიგობით შედიან სუპერენ და ჩემი ჯერი რომ მოვიდა შევედი და აკადემი გრაფიკული პროგრამისტი არისო მასა ხო და საქმე იმაში რომ პროსტა მიდიოდა ანუ არ იყვნენ ბევრმა იცოდა მაგრამ ნუ რაღაც ვაკანსია იყო და აინტერესათ ახლა თამაში რაღაცა და მივიდნენ და იმან მითხრა რომ ანუ რო უთხარი რომ აი რაღაც მოვიტანე რა ძალიან გაუხარდა რომ ანუ ამდენი ხალხი არისო მოსულიო და არაფერი არ მოაქვთო რა და დიდად ახლა გამოცდილიც არავინ არ არისო და ანუ რთულიაო რა მიხვდები რა იცის და კაიაო მოიტანეო ჩართეს და გაუსწორდათ ახლა არაფერს არ აკეთებდა ანუ არც კოლიჟენებიც არ იყო რაღაც კედელს დაჯახებოდი ან ამი გეს ანუ არაფერი შენი არ იყო პროსტა მოძრაობდი რა ეს რაღაც სახლი იყო და მოძრაობდი აქეთი ხო მაგრამ ნუ რაც იყო მოეწონათ და გადავხედით შემდეგ ეტაპზეო რა წამოვედი ამ დროს გაიჩნდა კიდე ერთი ვაკანსია ეგეთი ფირმა არის ქართული EMCOS იქია MCOS-ი რა ქართულად რო ვთქვა იმათმა დადეს ვაკანსია და ნუ ჭირდებოდა C++ და აღარ მახსოვს ახლა რა ეწერა ზუსტად მაგრამ ნუ იქაც გავაგზავნე და იმათმა თქვეს რომ რაღაც პატარა ამოცანა გვაქვს და აბა ეს სატესტო რა და ეს თუ გააკეთებთ ამას კარგია გავითვალისწინებთ რა და ჭირდებოდათ Windows API რა და აი რაშიც მასტერი და სად გამომოთქო და კაროჩე გავაკეთე ეს ყველაფერი Windows API-ით ავაწყე რაღაც მენიუ იყო რაღაც ფაილი უნდა ყოფილიყო სადაც ობიექტები ეწერა კითხულობდი აქ მე ვიზუალურად იხატებოდა მე ამას დაარედაქტირებდი მე შეინახავდი ისევ ჩაიწერებოდა ამ ფაილში და რაღაც ესეთი პატარა აპლიკაცია იყო რა სატესტო და ეს გავაგზავნე და მოეწონათ აგიყვანეთო მითხრეს და ამ დროს იმათმა დამირეკეს რომ თქვენ გადახვედით მეორე ეტაპზეო რა ხო და იმათთან მომიწია უარის თქმა და მან დავწდით რა მე და ანუ ის თამაში პოლიციის თამაშის სასტავი რა უარი უთხარი პოლიცია იმათ უთხარი უარი რომ მე თქვი მე უკვე მუშაობ თქო რა და ამიტომ ვერა თქო სამწუხაროდ რა არა და მაინტერესებდა ისიც მაგრამ ნუ ეხა რაღაც არჩევანი გამეკეთებული ანუ ვინაფისკი გადაიხარე მაინც ხო ანუ ადრე იყო უბრალოდ რა ამათმა მითხრეს რომ აგიყვანეთ და ხო არ ვეთყოდი მოიცადეთ არ ვიცი მაგრამ შანსი წოდი ძლივს ეგ შანსი მომეცა პირველი სამსახურის რეალური სამსახურის რა ამიტომ წავედი იქ და ნუ იქ რომ მივედი რა ძალიან საინტერესო რაღაცა დამხვდა რა თან მოლოდინიც ისეთი მქონდა რომ ანუ შეიძლება არც გაგიგონიათ ანუ არის კომპანია რომელიც ქართული კომპანია ქართველი დამფუძნებელი და ასე შემდეგ ფიზიკოსი არის და ყავს ფიზიკოსების ჯგუფი რომელიც ქმნიან ელექტრომაგნიტური სიმულაციის პროგრამას და ითვლიან ელექტრომაგნიტური თავსებადობის პრობლემებს რა ვთქვათ მოწყობილობა ახდენს თუ არა ზეგავლენას რაღაც მეორე მოწყობილობაზე და როგორ ცელდება ტალღა სივრცეში და აი თქვათ ნოუთბუქს აკეთებს ხო ვიღაცა და აინტერესებს რამე ამას აქ wireless ანტენა სიტყვაზე ხო და bluetooth ანტენაც აქვს და ორივე ერთად თუ გაქვს ჩართული რამე ხარვეზი ხო არ შეიძლება მოხდეს ან სხვაზე ხო არ შეიძლება რამეზე მოახდინოს გავლენა და ეს ველები როგორ ნაწილდება პლატაზე როგორ ნაწილდება სივრცეში ყველაფერს ითვლი რა სხვადასხვა სიხშირეებს და რაღაცა და ბიზნეს მოდელი რა იყო ამ კომპანიის ანუ soft's აკეთებდნენ standalone soft-ი იყო Windows-ზე და პირდაპირ ამ soft's ყიდნენ ლიცენზიებით და ამას ყიდულობდნენ ძალიან
სერიოზული ტიპები რა, ანუ ავტომწარმოებლები, რაღაც BMW, Mercedes-ი რაღაც. ძალიან იმ პერიოდში ხო, ეს ხდებოდა. ეხა ეგეთი რაც არ მოხდება საქართველოში, აი არა. დღესაც არსებობს ეს კომპანია. დღესაც არსებობს? ხო, დღესაც არსებობს ეს კომპანია და აკეთებს ისევ ამას. ხო. უბრალოდ ანუ ეს ეფექტი სად არის ეს ხალხი რატო არ ჩანდა? ნუ აი ეგ ხო ძალიან ტექნიკური თემა არის და პატარა ჯგუფია. დღეს ანუ ისინი არ გაზრდილან ესე ვთქვათ რაღაც გიგანტები არ გამხდარან. ისევ ისეთი პატარა ჯგუფია და თავის საქმეს აკეთებს რა. ხო. და ძალიან დამაინტერესა, ანუ გარედანაც ეხლა რომ მოისმე რომ ესეც რაღაც საკეთებს რა კომპანია, ნუ ძალიან ის არის რა. მივედი და რაღაცა C++-ზე იყო რაღაცები და დავიწყე რაღაცების კეთება მქონდა. გავიცანი ესე ვთქვათ საინტერესო ხალხი ჩემთან ერთად კიდე ერთი ბიჭი აიყვანეს სტაჟირებაზე და ერთად გავდიოდით რა 3 თვიანი სტაჟირება იყო და იქ დავწერეთ რაღაცა სივრცეში უმოკლესი გზების პოვნის ის იყო რა ამოცანა რომ თქვათ ერთი წერტილიდან მეორე წერტილზე გეომეტრიის რო შემოუარო და უახლოესი გზით მიხვიდე რა და ეგ ხა საკმაოდ რთული ამოცანა იყო რა ტექნიკურად რა გასაკეთებელი და ცალკე დავწერეთ ეგ მახსოვს რაღაც DX-ს ალგორითმით სივრცეში რაღაც ვოქსელიზაცია ობიექტების და მთელი ამ სიტყვების ახალოხი ვოქსელიზაცია ვიხსენია ანუ დაყოფა ესე თქვა თან კუბიკებად რო დაყო რა სცენარო დისკრეტიზაცია გავუკეთო ამ იმას რომ მე ეს გეომეტრია შეიძლება იყოს რავი ბევრი სამკუთხედი რომელიც როგორც სამკუთხედები რო დააპროცესო შეიძლება დიდი დრო წავიდეს და ეგ მახსოვს ზუბასგან გითხრა რომ ზუსტად მათემატიკაზე რო ხსნიდა რა რომ სივრცე სამკუთხედებისგან შედგება ხო ნუ ზედაპირები აღიწერება ხოლმე სამკუთხედებად სივრცული ზედაპირები რა ხო და ნუ იქაც ეგ რა თქმა უნდა ეგრე იყო გაკეთებული და ეს ამოცანათან ჩვენ რასაც ვაკეთებდით ეს არ იყო რაღაც საბოლოო ამოცანა იყო ჯგუფი ცალკე რომელიც რაღაც სოლვერზე მუშაობდა ფიზიკურ სოლვერზე და იმათ ჭირდებოდათ რომ ცოდნოდათ რაღაც ორ წერტის შორის მანძილი და იმათი თული იყო ეს რასაც წერდით რა და მანამდე იყო მცდელობა რამოდენიმე ამის დაწერის რა მაგრამ რაც დაიწერა ნელი იყო და ანუ მე ჩვენ რაც გავაკეთეთ იმუშავა რა აი არც ის იყო ძალიან სწრაფი იმიტომ რომ ფიზიკურად რთული ამოცანაა რა მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ის რაც იყო იმას აჯობა რა ანუ აგვიყვანეს მე წავიდა ხო მე აქ იყო ეს standalone სისტემას რასაც წერდნენ რამოდენიმე აპლიკაცია ქონდათ 3 აპლიკაცია თუ არ ვცდები და ყველას ქონდა რაღაც 3D-ში view-ერი რა რომ რაღაც ობიექტი შემოგქონდა, შეიძლება ის იყოს რაღაც მანქანის ნაწილი ან რაღაცა, ხო? და სამგანზომილებაში დაატრიალებ, რაღაცა სიძავზე კაბელს გაიყვან ან რაღაცა ესეთი რა და ეს viewer-ი რომელიც იყო ჩადგმული, ეს იყო შიგნით in-house-ი რა, in-house დაწერილი OpenGL-ზე viewer-ი იყო და მე თქვი ვინ დაწერა და ესე მივედი და ესე ვთქვათ იმ ჯგუფში უფრო იქით დავახლოვდი რომ მაინტერესებდა რა ეს გრაფიკის ნაწილი რა OpenGL-ის ნაწილი და იქ რაღაცეები რაც არ მომწონდა ვეცადე რომ რაღაცა გამესწორებინა და მე რაღაც წამოვიდა უფრო ისინი დავალებები რა და ხო მოკლედ რაღაცა მანდ პრაქტიკული ესე ვთქვათ უფრო რეალურ ამოცანაში, რეალურ აპლიკაციაში გამოცდილება მივიღე რაღაც დონეზე პროგრამირების რამდენი წელი მუშაობდი? მან მუშაობდი 3 წელი. და მაგრამ ნუ ისეთი ახლა მე უკვე ბავშვი მყავს, მეზდება მოთხოვნილებები და ხელფასი ნელა იზრდება რა ძალიან და არა ვარ რა კმაყოფილი რა და მე სახეს ვიძრობ რა მუშაობ რა ვარჩევ რისი გარჩევა შეიძლება და ყველაფერს ვაკეთებ რა მაგრამ ხელფასი მაინც ნელა იზრდება ამიტომაც საქართველოს ყველაზე მაგარი ფრიგი თუ ინდა ხელფას გაგეზარდოს უნდა გადახვიდეს ხო თან ცუდი ის არის რომ მიუხედავად იმისა რომ თვითონ თანამშრომლები ძალიან კარგი ხალხი იყო, ვინც გავიცანი იქაური ბიჭები, მე ჩემი ერთი მეგობარი მივიყვანე, ისიც იქ დაიწყო იმან მუშაობა და ნუ მოკლედ ამოცანებით მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. არ მომწონდა მენეჯმენტის დამოკიდებულება დეველოპერებისადმი რა. თან რა მოგწონდა უფრო რატო? დავიწყეთ.
ну აი რა არ მომწონდა და თვითონ დაგეგმო არ მომწონდა მაგალითად ერთი რომ ყოველთვის რომ მოდიოდა ამოცანა გასაკეთებელი რა უკვე დაგვიანებული იყო რა ანუ უკვე გუშინ უნდა გაკეთებული იყო ის პირველად რომ ნახავ ამოცანას და ანუ აქ ესეთ ამოცანას თუ მოგიტანენ მინიმუმ მადლობა უნდა გითხრა რა რომ აი მადლობა რომ შენ მაინც აკეთებ ამას რა და ამ დროს შენ რომ თქვათ გააკეთებ სტრესი ყველაფერს გადაიდან გააკეთებ მე მაინც უნდა გითხრან მადლობა ანუ მას მე ანუ რაღაცა უნდა იგრძნო დაფასება და აი მაგას ვერ ვგრძნობდი რა ესენი პირიქით რო გააკეთებდი მე უფრო მეც მოგწონი ეგეც ხო ну და ანუ იყო რომ მაგალითად ღამე გამითენებია რა და მე ხამე იქიდან რუსთავში ცხოვრობდი მაშინ და იქიდან დავდიოდი იმითი რა ქვია მარშრუტკით რა სამსახურამდე და ღამე რაღაც დილის 5 საათზე მოვრჩით რა ესე რაღაცა გავაგზავნეთ ეს ისა და თანამშრომელმა ჩემი ხელმძღვანელი იყო იმან ჩამიყვანა რა მე რა გამთენიისას უკვე ვეღარ ვაზროვნებდი რა და ანუ ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ ნუ მოკლედ მე გზდება ამ დროს მოთხოვნილება იმიტომ რომ მეტი ხარჯი მაქვს მინდა რომ დამოუკიდებელი ანუ არა ვარ კიდე ისე დამოუკიდებელი რა იმიტომ რომ ეს ხელფასი რაც მაქვს ანუ არ მაძლევს რა ჩემი მშობლები ისე გვერდში მეტყვიან რა რომ რაღაც მაძლევდნენ რაც ჭირდებოდა და მოკლედ მე თქვი რომ მოემატებინათ და რაღაც ვერა რაღაცა მოკლედ მომიწია წამოსვლა რა და აღარ გამოდიოდა თან რაღაცა ხო ცოტა ისე ვიყავი რა გული ამიცრუდა რა მაგის გამო რა არა და თვითონ საქმე ძალიან მომწონდა რასაც ვაკეთებდი რა მაგრამ როგორ იყო რა ხან მაინც ეს ფიზიკური სოლვერი იწერებოდა იქ გრაფიკა იყო არ იყო რა მეორე ხარისხოვანიც არ იყო ანუ უკანი ძალიან ისე იყო რა არ იყო ეგ მნიშვნელოვანი ნაწილი რა მთელი პროდუქტის იმითიც კმაყოფილები იყვნენ ანუ თუ რაღაცა გასწორდებოდა უკეთესად დაიხატებოდა ну ხო კაი მაგრამ ანუ არ არის ეგ ისეთი მნიშვნელოვანი მაგ პროდუქტის თავარი დომეინი ეგ არის ანუ მარტო გრაფიკას წარმოშობთ იქ იყო მაგალითად გადავწერეთ მთელი ისა ძალიან დაჟე მე რო წამოვედი ჯერ კიდე დამთავრებული არ იყო ეს პროცესი მთელი სისტემა გადაიწერა იმიტომ რომ ის კოდი რაც იყო რაღაც 15 წლის კოდი იყო და აი იმდენად არა ოპტიმალურად იყო ყველაფერი დაწერილი რომ აი უკვე ვეღარ ჩამატება რაღაცის აქ ჩამატედი იქ ძირი გადა აღარ ერგებოდა უბრალოდ ის პერიოდია რომ ანუ არც ტესტები არის ანუ არაფერი ანუ ძალიან ხარისხის კუთხით ცუდი კოდი იყო რა მაგრამ ეხლა ვერ გამტყუნებ იმ ხალხს ეგ რა waterfall-ით გაკეთდა და სასტრაფოდ ყველაფერი დასამატებელი და იმიტომ რომ რაღაცა კონკურენცია გაუწიო ვიღაცას გიწევს რა რაღაცებზე წასვლა და ნუ კოდის ხარისხი არაზოს არ იყო იმის დრო რომ მოდი ეხლა ცოტა მოდუნდით აღარ გვაქვს ის დატვირთვა და მოდი იქნებ ეს გადავწერთ მაგრამ მე უკვე თვითონ რო დადგა ეგ პროცესი რომ აი სხვა გზა არ არის რა ვეღარ ვამატებთ რაღაც ფუნქციონალს და რაღაცა მე ნუ მიიღეს გადაწყვეტილება რომ გადაწერილი იყო და მაინც ხომ მიიღეს ხო, ну, მიიღეთ თავის დროს. ხო, ну, თავის დროზე ალბათ არ მიეცათ მაგის საშუალება, ალბათ დაკარგავდნენ რაღაც ძილ. ხო, ეგ ძალიან სიახლოვე თემაა, ხო, ბიზნესებში სამ თავზე ჩამონგრევის ის. რა თქმა უნდა, მე როგორც დეველოპერი ვხდი და რა თქმა უნდა მე ვიძახდი რომ რა თუ არ წერთ ამას რა რაღაცა. ხო, მაგრამ ბიზნესის კუთხიდან რაღაც თავისი რაღაც გამართლება აქვს, ხო, რა თქმა უნდა. ხო და ნუ მოკლედ მე რაღაც იყო აი construction-ის tool-ებს ქმნიდით აი რაღაც turbo-ი რო გაქვს და იქში რაღაც კუბის შექმნა და სივრცეში შექმენი ან ცილინდრი ან რაღაცა და ოპერაციების კეთება და ეგეთი რაღაცები იყო რა. საინტერესო იყო. ნუ მე მოკლედ წამოსვლა რო გადავწყვიტე ბევრი ვარიანტი არ იყო და რო ნახე ერთი ვაკანსია იყო აზრიში. იმიტომ რომ მე ჩემი გამოცდილება იყო C++-ი რა, მეტავს და C++-ის წერდი ხო C++. ხო, C++-ზე და აზრის ვაკანსია რო ნახე, ჩემი კურსელი მუშაობდა მათ. და დაურეკე სახელი? საშკას. ხო, და დაურეკე და Java-ზე იყო მითხრა რომ ძალიან კაიო და ისევ გამოაგზავნეო და რავი, ნახავთო ვეტყვიო რა და მოკლედ მივედი გასაუბრება იყო რაღაც ტესტი დამაწერინეს როგორც ხდება ხოლმე რა და მაშინ ფორუმზე ვაქტიურობდი ხოლმე კიდე ფორუმ G-ზე რა და
ხო, მოკლედ რაღაცა გავიარე ეგ პროცესი და დავიწყე მან მუშაობა რა. მან გრაფიკასთან საერთოდ შეხება არ საერთოდ შეხება რა, პროსტა რაღაცნაირად უკვე ისე რომ კონტროლერებზე გული მაკაცრუებული რა, იმიტომ რომ რაღაცა ვერ გამომყვნენ რა, ის მე რაც მინდოდა მეკეთებინა, ის არ იყო საკეთებელი რაღაც თელი ამბავი და გადავედი იქ, მაგრამ როგორი იმით გადავედი, იცი მოლოდინით, რომ დავინტერესდები რა, ანუ ისიც მაინტერესებს რა, რატომაც არა, ანუ რაღაცა ახალია, გავარჩე, ვისწავლი, დავინტერესდები რა. და ასე embedded-ზე წერდით და რომ მივედი, ანუ დირექტორი ვინც არის, ის წერდა, ანუ იქ არის ინჯენიკო, არის ეგეთი აპარატი, ფრანგული აპარატი არის, რომელიც ქმნის პოსტერმინალებს რა. და ეს პოსტერმინალებს აქვს რაღაც თავისი ოპერაციული სისტემა, Linux-იც არის რა, რაღაცა custom-ია რა და იმისი პროგრამირება იყო რა, რომელიც C-ზე პროგრამირდებოდა და მაგაზე დავიწყე მუშაობა რა. გრაფიკა ჯერ ისევ არის. თავიდან ძალიან ენთუზიაზმით ჩავერთე, მაგრამ აი მე უკვე როგორ 3-4 თვის მერე რა, ანუ ძალიან ის არის რა ქვია, არ იყო დოკუმენტაცია ისეთი. ანუ უბრალოდ დოკუმენტაცია იყო, მაგრამ ძალიან ცუდი. ყოველი მეორე მესამე ფუნქცია იყო deprecated-ი. მერე ანუ არ არსებობდა community რა, თქვა რამე უკვე ის პერიოდი რომ უკვე Google და რამე არის, ყველაფერი არის, მაგრამ ანუ არაფერს community არ არის. რო ჩაწერ ნოლი რეზულტატი რა. არ არსებობს თითქოს. ხო და ანუ ერთადერთი არის მკითხო ხაურ გამოცდილ developers რა და ნუ ეხლა თან მოკლედ ვიჯექი მაგებს ვარჩევდი რაღაცა, მე რაღაც აღარ მახსოვს რაღაც გადაწერაზე მუშაობდით, რაღაც სისტემით მე C++-ზე გადავწერეთ რაღაც ნაწილი და დავაკომპილეთ, მაგრამ შეზღუდული იყო კომპილატორი Sponge-ი რა, ყველა ფიჩერები არ ქონდა C++-ის და ერთი წელი ვიმუშავე მაგაზე რა, მაგრამ ბოლოს უკვე ძალიან ყელში ამომივიდა რა, აი ცოტა მუღამი არ ქონდა რა, იმდენად რა, მაგ სამუშაოს უფრო ის შავი სამუშაო იყო რა. ანუ რენდერი არ იყო ჯერ ხო? არა. ხო, და მე გაიჩნდა ახალი პროექტი მაგალითად, რაღაცა device-ი იყო, რომელიც უნდა დამეპროგრამებინა, რომელსაც ჰქონდა კნოპკები, display, პრინტერი რაღაცა და მაგას დავუმუღამი, იმიტომ რომ display ქონდა რა. რაღაცას ხედავ. სადმე ხედვა და იმას ამკაცმა. ხო, და რაღაცა მენიუები ავაწყე რაღაც, ვაფშე, ანუ set pixel-ი მოგწეს რა, რაღაც ჩინური ის იყო და ქართულად ტექსტი უნდა გამოგვეტანა რა display-ზე და მოკლედ არ იყო არაფერი ეგეთი ბიბლიოთეკა იმათ არ ქონდათ, და მოკლედ მოგწეს პროსტა რომ ბუფერი მისცე პიქსელები და დახატონ. და აქეთ ყველაფერი ავაწყე რომ თქვა ეს ბუფერი შექმნა. ხო, ქართული ტექსტის bitmap-ებით ესე აიწყოს მერე ბუფერში, ესე ჩაიხატოს მერე multi-line-ი იყოს, მერე scroll bar-ი ქონდეს, მერე რაღაცა ბატონები, ყველაფერი რა, აი რაც გრაფიკულ ნაწილს ჭირდება და ხო და მთელი ამაზე დავაშენეთ უკვე აპლიკაცია რა, რაც იყო რა გასაკეთებელი, მაგაზე ვიმუშავე. ხო, ოღონდ ეხლა ეს ის პერიოდია, აღარ მახსოვს უბრალოდ სანამ გადმოვიდოდი მანამდე ჩავაბარე მაგისტრატურაზე, თუ არ ვცდები. თუ რო გადმოვედი იმაში ჩავაბარე რა და მაგისტრატურა 2 წლიანია. ხო, სანამ გადმოვიდოდი მანამდე ჩავაბარე მაგისტრატურაზე. ისე TSU-ში? ხო, ისე TSU-ში. ოღონდ მაგისტრატურაზე რო ჩავაბარე, მქონდა მაგისტრატურაზე სწავლა ცოტა ისეთი იყო რა, ბაკალავრიატზე ხო ბოლო კურსზე მაინც და მაინც ვეღარ იყო გადასარევი და მაგისტრატურაზე კიდევ უფრო აი რაღაც კადრების ნაკლებობა თუ მოკლედ რაც არის ხო რა ისეთი როგორც უნდა იყოს. მაგრამ ჩემი მუღამი ის იყო რომ აი რახან მექნება დრო გამოყოფილი რომ ვამბობ რომ აი მოდი უნივერსიტეტს უთმობ დროს, მოდი ამ დროს მოვახმარ გრაფიკას, რაღაცებს გავარჩევ რაღაცა და ანუ 2 წლის ბოლოს რაღაც პროექტი რაც უნდა გავაკეთო სამაგისტრო ხო, ნაშრომი გავაკეთო, ამ გრაფიკაზე გავაკეთებ რა. და ანუ თან იმ საქმეს გავაკეთებ რა, რაც მე მაინტერესებს რა. და თან ხარისსაც დავიცავ რა. და რაღაც დრო მექნება რა გამოყოფილი რო ვიცი რომ აი უნივერსიტეტის საქმეს ვაკეთებ, ანუ არაურევ რა სამსახური ისა რა. და ნუ მაგგეგმამ გაამართლა რა, ანუ რაღაც დავდიოდი იქ, მე გამპრელიძე იყო ჩემი ხელმძღვანელი, იმიტომ რომ გრაფიკაზე ესე ვერ ნახავ რომ დოქტორი უნდა იყოს თან და რომ შენი ხელმძღვანელი იყოს რა.
და მოკლედ გავარჩიე ბევრი მასალა რა მაგ მიმართულებით რა და რაღაც ray tracing-ი რა არის მივყევი რა მაგას და დავიწყე თან უკვე რაღაც პონჩი ჩემი რენდერერის გაკეთება სასწავლად და მივიყვანე იმ დონემდე რომ უკვე 2 წლის ბოლოს რო დავიცავი სამაგისტრო ნაშრომი რა ეს პრაქტიკული რაღაც პროექტი მქონდა რენდერერი გაკეთებული ნაშრომის რენდერზე იყო ხო ნაშრომის რენდერზე იყო და თან კოდი მქონდა თავისი პროექტით რომელიც ეშვებოდა რაღაცებს ხატავდა რა ვიზუალურად რა ხო და ნუ ეგ ძალიან მოეწონათ რა მაქსიმალური შეფასება დამიწერეს ყოჩა კაი ბიჭი ხარ რაღაც მაგრამ დიდად რამდენად გაიგო ხა იქ ანუ იმის მოკლედ ძირითადად მარტო მომიწია ამაზე მუშაობა რა ამ იმაზე რა მიმართულებაზე და უკვე ეს რო მორჩი და დავასრულე რა სამაგისტრო რა უკვე ზაფხულის პერიოდი ახლოვდება და ფიქრობ რომ ანუ თან გამყრეზე მეუბნებოდა რომ აი მაგალითად არის რა ვარიანტები რომ უცხოეთში სწავლის რა და არ გინდა რომ თქვა აი გაგიშვებ რა გერმანიაში და იქ რაღაც არის კურსები რაღაცა და ძალიან მაგარ უნივერსიტეტში ისწავლი მაგრამ კი მინდა მაგრამ ანუ ცოლი მყავს შვილი მყავს აი გედა ხა როგორ წამონა სტუდენტი წახვიდე სადღაც თან ანუ როგორ უნდა მოხდეს ეს ხო ხდები ხა სტუდენტს ხა ხელფასი არა კან რაღაცა რომ ანუ ყველაფერი ეს იმას აკნას და მოკლედ ხო ეგ ვარიანტი რაღაცნაირად არ გამოდიოდა რა და დავიწყე ვიფიქრე რომ მოდი აბა ვცდი იქნებ რამე ვნახო უცხოეთში ხო უცხოეთში რა და ხო ვარიანტებს რო განვიხილავდით აი თქვა საათ ნუ რა თქმა უნდა უფრო მეტი ვარიანტი არის ამერიკაში რა ან ხო რა ამერიკაში უფრო დიდი ბაზარი და ბევრი სტუდიებია რაღაცა და უფრო შეიძლება რომ მაგ მიმართულებით რაღაც ნახო და უფრო დიდი ტრამპლინით იქნება რა შენთვის უფრო მეტ გამოცდილება შეიძლება მაგრამ ჩემი მეუღლე იყო გერმანისტი რა გერმანული ენის სპეციალისტია რა და ეხა იქ რო წავსულიყავი სიტყვაზე ამერიკაში რა იქ გერმანული არ გამოადგებოდა და რაღაცნაირად რო დავილაპარაკეთ ამ თემაზე რა ეს მოდი მაშინ გერმანიაში ვქნათ იმიტომ რომ თან შენთვის პრაქტიკა იქნება რომ რაღაცა შენს გამოგადგება ესე ვთქვათ რა იყოფნა და მეც რაღაცას ვიძავ და დავიწყე მან ძებნა და დავიწყე LinkedIn-ით რა ეს რომელი წელია 2015-ში. ხო და ეგ უნდა მეკითხა მეც რა დღეს ჭირს ეგეთი რაღაცები და მაშინ რა იქნებოდა. თან როგორი ვარიანტია უკვე ხო ანუ მეორე ბავშვი შემეძინა. ორი ბავშვი ყავს. სამსახური მინდა უეჩვე. ორი ბავშვი, არა სამსახური მაქვს. ხო, მეტი მინდა. ხო, სამსახური მაქვს. ორი ბავშვი ყავს და უცხოეთში წასვლა მინდა და თან ფიქრობ რა, ახლა პირველი ბავშვი ანუ სანამ მოკლედ სასკოლო გახდება ბავშვი რა ანუ ესე რო გითხრა აი მოდი წავალ და აღარ ჩამოვალ რა ეგეთი ის არ ჩემს ეგრეს ყველაზე რთული თემა სულ მინდოდა ანუ სულ მქონდა ის რომ ანუ ეგრე წასვლა არ მინდა რა იმიტომ რომ ხა წასვლა მინდა იმიტომ რომ საქმე სჭირდება თქვათ რა რომ ვისწავლო ან გამოცდილება მივიღო მაგრამ ესე რაღაც ოჯახით გადავსახლდი თან მას ანუ თან ყველაზე დიდი პრობლემა მანდ რა არის აი მე ესე ვთქვი რა ხო იმ ქვეყანაში ხარ განაცხოვრე რაც გამოცდილება არ გაქვს და ისედაც ბავშვს ზოგადად ზრუნვა და ეს ხო პრობლემაა რა სულ რაღაცაზე ფიქრობ ნელა რაღაცა ანუ სულ რაღაც ისე ხარ რა მამის როლში რო ხარ უნდა დაიცვა რაღაც აკონტროლებ სიტუაციას და ჩავდიხარ რაღაც უცხო ქვეყანაში ვაფშე აზე არ ხარ რა როგორ მუშაობს საერთოდ და ბავშვებით და უცხო გარემო და აი ძალიან დიდი ის არის რა ემოციური დისკომფორტია და სტრესია ძალიან და ალბათ ყველაზე კაი ვარიანტი მაგარი მარტო ჩახვიდე მაგაზე ვისაუბრე ჩემს საინტერესო თემა არის იმიტომ რომ ბევრ საინტერესოს ბევრი წასვლის თემაზე და მით უმეტეს აი ჩემი кейსი იმიტომ რომ მე ბავშვების სპონჯი და ოჯახის სპონჯი მქონდა ეგ და პრობლემა რა ჩემს საინტერესო ხო და მოკლედ მაგ ფიქრებში ვარ ან გავმიხილე მეუღლესთან რომ მოდი აი სანამ ბავშვი ჯერ სასკოლოა რა ისა სანამ სკოლანდელი ან ბაღში დადის რა
კიდე უფრო იოლია, იმიტომ რომ მე უკვე სკოლის ფონში რა რთულია, იმიტომ რომ იქ მე ისინი вообще სხვა პროგრამით გადიან, აქ вообще სხვა პროგრამა, ესე просто ბახტა ვერ შეუცვლი, იმიტომ რომ იქ გადახვალ იქაური ენა უნდა იცოდეს, აქ რო წამოიყვან, მოკლედ რა ძალიან რთული ხდება უკვე სკოლის პერიოდში და ბაღის პერიოდში უფრო იოლია რა, იმიტომ რომ ბავშვის twin-იც უფრო ისეთია, ხა ბურთით თამაშს დიდი ენა არ ჭირდება, გადაუგდებ, გადმოგიგდებს და ანუ იმის იქით მე უკვე სხვა არის რა, ბავშვებს არ უჭირთ რა ურთიერთობა. ხო და ამიტომ მოდი ცადოთ ეგ და დავიწყე მოკლედ ძებნა მაგ ვაკანსიების რა და LinkedIn-ზე მოძებნე ნუ კაი კომპანიები რომელიც თვალში მომხვდა ხო იცი ხა Nvidia მომეწონა რა კაია და მოდი ვიწეროთ ანუ არაფერი დიდი გამოცდილება არ მაქვს მაგრამ ნახე რაღაც მოკლედ ვაკანსია იყო რენდერის აირეი არის ეგეთი რენდერერი იყო უბრალოდ ახლა აღარ არის და იმათი ჯგუფს ჭირდებოდა ესე ვთქვათ ის არა თანამშრომელი და მან გავაგზავნე ეს ვიცოდი რასაც აკეთებენ იმიტომ რომ აი რო ვარჩევდი ამ სისტემებს რა კაკრას ეს გრაფიკაზე ზუსტად ის თემა იყო და მე თქვი ანუ ჯგუფში ძალიან მაგარია რა ხო და მან დაიწყო გასაუბრებები და ეს გასაუბრებები საინტერესო იმ ხრივ გამოდგა ჩემთვის რა ანუ ჯერ რომ დამიძახეს გასაუბრებაზე ეგეც უკვე თემა იყო იმიტომ რომ არ მქონდა დიდი გამოსვლა ხო გასაუბრება ხო ონლაინში იყო რა კითხეს ეტაპებად იყო რა სადღაც ერთკვირიანი შუალედებით იყო და 3 გასაუბრება გავიარე ჯერ იყო ხო მე გამოდგა რომ თურმე вообще ეს ვაკანსია ის არის იყო მე რომელიც მინდოდა რა იმიტომ რომ ეს იყო კომპილატორის ექსპერტის ვაკანსია რა და კომპილატორის მე არანაირად არა ვარ კომპილატორის ექსპერტი რა რაღაც ხო და ნუ ჩემი ცოდნა იყო აი ძალიან ზედაპირული რა მაგ კუთხით რა მე უფრო გრაფიკაზე მაინტერესებდა მაგრამ მე გამოდგა რომ თურმე ამ სასტავში რა თავის ენას წერდნენ და იქ ჭირდებოდათ ეს ექსპერტი და ნუ უშუალოდ მაგ პოზიციაზე იყო ვაკანსია და არა გრაფიკოსებზე რა მაგრამ ნუ გასაუბრება მაინც გამატარეს რა და ნუ რო გავიარე იქ ერთი ეტაპი იყო თავიდან მკითხეს ჩემ გამოცდილებაზე უთხარი რომ რაღაც აქ ეს მაგ ნაკეთები ეს მაგ რაღაც OpenGL ისა ჩემი რენდერები რაღაცა და მეორე იყო უშუალოდ რენდერის ნაწილზე ანუ რენდერთან და ვიზუალიზაციასთან რა შეხება მაგ და ეგ გასაუბრება ძალიან მაგრა გავიარე რა და იმან მითხრა ყოჩახო შენო და ჩემი ბოლომდე რეკომენდაცია შენ პრობლემა არ აქვს რა მოდი მესამე იყო ამ კომპილატორის ექსპერტი და იმანაი რო ამაგდო ესე ჩამოვედა მე და ადამიანს და შეკითხვა რომ რავი ანუ რა კითხობს მისვამა არა ეხლა ხო მე ხო ვიცოდი უკვე რაც იყო მაგრამ მე პროსტა მინდოდა ამ პროცესს მივყოლოდი რომ სადამდე ანუ ყველავანი ხო გამოცდილება იქნება თან ან მეორე რო ძალიან კარგად გავიარე მაინც რაღაცა იმედი გამიჩნდა რა რომ მე თქვი რაღაც იქნება და მოკლედ იმან თქვა რომ ხო ანუ ჩვენ უშუალოდ კომპილატორების თემაში ძალიან ზედაპირული ცოდნა გაქვს რა ნუ რაც ვიცოდი რომ ეგრე იყო რა და მოკლედ ბოლოს მითხრეს რომ ანუ სამწუხაროდ ამ პოზიციაზე სხვა ავიყვანეთო მაგრამ გავითვალისწინებთო შემდგომშიო ნუ ეს ხო იცი ისეთი რა თქმა უნდა თუ გამოჩნდება როდისმე გამოჩენილი და ხო არაძოს ხო ეს ფრაზა არის მაგრამ თვითონ ეხლა რა იყო პირველად მქონდა გასაუბრება სადაც ინგლისურად ვილაპარაკე გამოცდილება იყო ხო ანუ არაძოს ამ მქონია ხა ინგლისური კარგად არ ვიცოდი და ეხლაც არ ვიცი გადასარევად მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ ძალიან ვამტორებდი რა და პროსტა ისო მომიხსნა ბარიერი და რომ მივხვდი რომ ვაგებინებდი რასაც ყვებოდი რა თან ტექნიკური ნაწილი არ მიჭირდა რაღაც განტოლებები და მაგნატიაში ვიცოდი რა მეტნაკლებად რა ისა ტერმინები და ყველა ხო და მოკლედ მაგან რაღაცა ის მომცა რა თავდაჯერებულობა შემძინა ეგ გასაუბრებები რო გავიარე მიუხედავად იმისა რომ არ ამიყვანეს რა და მე მეორე გასაუბრება მეორე ვაკანსია იყო უკვე სადაც ეხლა მუშაობ ანუ იმ კომპანიაში სადაც გავიარე რა სადაც ეხა მუშაობ იმის მერე კიდე იქ მუშაობ ხო იმის მერე კიდე იქ რამდენი წელიას
15-დან რა. ბატო 15 წელია ხარ 10 წელია იქ კომპანიაში ხარ? აი მე ხო, ნუ და უცხოელები არიან, ხო? კი, ანუ მაინც ვერ გაიგებენ ქართულს, ხო? ეხლა რამე რო გკითხე ესეთი. კითხია რა. ან პარალელურადაც გიმუშავია კიდე სხვაგან? არა. მარტო იმასთან მუშაობ 10 წელი. კი. ხო, ეხლა მოყვევი რატომ? ხო, მიდი ძალიან მაინტერესებს. 10 წელი როგორ უნდა გავჩერდე ერთ კომპანიაში ვერ. მეც მქონდა ეგეთ დამოკიდებულება. მეც მქონდა ეგეთ დამოკიდებულება, სხვათა შორის ვფიქრობდი, რომ აი ალბათ ყოველ 3-4 წელიწადში უნდა შეიცვალო, იმიტომ რომ განვითარებისთვის ეგრე აჯობებს რა. ეგრე ვფიქრობდი, სანამ მე 10 წელი არ ვიმიქს. აი ხარია რა. აი, მოყევი. მოკლედ მე მქონდა აქ გასაუბრება. ეს გასაუბრება იმასთან შედარებით იყო ბევრად მარტივი რა. ესეო 3 ეტაპად არისო რა. ერთი გასაუბრება გავიარე, სადაც ყველა იმაზეც ვკითხეს, ამაზეც და ოღონდ აქ უშუალოდ რენდერისტებს ეძებდნენ რა. ეგ იყო განსხვავება, რომ რაც ჩემი თემა იყო. და ანუ იქ იყო კონდათ research-ის და development-ის სექტორი, მოკლედ და იქ ერთ-ერთი თავარი researcher-ი ვინც იყო, ხაც მუშაობს ჩვენთან. ის ესწრებოდა და ჩემი ხელმძღვანელი დეპარტამენტის უფროსი ვინც იყო, იმის იყო რა. და ორ ადამიანთან გავიარე, იმან ჯერ ასაკეთებდა ეს კომპანია ყველაფერი. ხო. მივალ მაგამდე მომიყვნენ ყველაფერი, მოუყევი რა რას ვაკეთებ, როგორ მივედი რა ვიცოდი, მოკლედ რა გამოცდილება მქონდა და მე უკვე წავიდა ტექნიკური კითხვები, რომ აი რენდერზე და როგორ ითვლი ამას და იმას როგორ იზავდა, ამას როგორ იზავდა. ეგ ნაწილი უშუალოდ ნაკეთები მქონდა რა ჩემი ხელით და ისე ვთქვათ მარტივი იყო რა ჩემთვის და ნუ ეგ ძალიან დამაჯერებლად გავიარე ეგ ნაწილი. და მითხრეს რომ ხო მე ცოტა ხანი პერიოდი იყო მოსაფიქრებელი და ბოლოს მითხრეს რომ ამიყვანენ. ეს ნუ მან ბოდიში გაწყვეტილი, მან რაიმე რეალოკაციის პაკეტი იყო, რა მოდი დაგეხმარები ჩამოწყოში ან რაღაც. ეგ ვარიანტი რა, რომ უკვე მივიდა იქამდე რა ლაპარაკი რა, ბოლოსკენ რო გავიდა ინტერვიუ, მკითხეს რომ შენ ოკეი ხარო რომ ანუ რელოკაციაზე რომ ჩამოხვიდე, თქვათ მიუნხენში იმუშაო და მე უთხარი ანუ აქედან არ შეიძლება რომ აქედან იმუშაო და ანუ არაო რა, ეგრევე მითხრეს რომ ეგ ვარიანტი ანუ არ განიხილებაო რა. თუ ჩამოხვალ, ხო, კი ბატონო. მარშო ეს იყო გახმარება, სხვა საპორტი არაფერი არა. ხო და გითხრა. ხო, და ნუ მოკლედ უბრალოდ მე უნდა მეთქვა, ნუ მათ ვთქვით რომ ჩვენ ყველანაირად დაგეხმარეთ. ანუ ჩვენი მხრიდან კომპანია რა, რაც ჭირდება რელოკაციას ვიზის იმ ყველაფერს მოგვარებას, ანუ ჩვენ მხრიდან რაც იქნება საჭირო ყველაფერს მოგაწვდით. ჩვენ უბრალოდ უნდა შეიტანო განცხადება თქვათ მან და ჩვენ მოგაწვდით რაც საჭირო იქნება და მე აქ ყველაფერს დაგეხმარებით რელოკაციაში. მე უთხარი რომ მე თუ ჩამოვალ, მე უღლით და ბავშვებით უნდა ჩამოვიდე. კი ბატონო, არ არის ისა. ხო და მოკლედ შევთანხმდით ესე ვთქვათ მაგაზე, მე მოიფიქრეს, მითხრეს რომ თანახმავართ და ერთი საცდელი ანუ ერთი გასაუბრება მეორე აქ იქნებაო რა, მიუნხენში უბრალოდ ერთხელ ჩამოდი მარტო რა. და ჩავედი ზაფხულის პერიოდი იყო ერთი დღე, ანუ რეალურად გასაუბრება არ იყო რა. შემხვდნენ რომ გიჟი ვიღაცა ხო არ ვარ რაღაცა. სანამდვილი ხარ. არ ვიცი ხო. მაშინ არ იყო ეხლა ეს რაღაცა და ისე deepfake, მაგრამ ნუ უბრალოდ ალბათ რამე ადეკვატური თუ არ ვიცი რა. ნუ ესეთი მეორე გასაუბრება იყო უშუალოდ რა. რამდენი ხნით ჩახვედი? 2-3 დღით. ანუ ერთ დღე ვიყავი უშუალოდ მივედი. რამოდენიმე საათი დამათვალიერებინეს ოფისი რაღაცა გამაცნეს თანამშრომლები და ხო მითხრეს რომ ისა აგიყვანეთ რა ხო შემდეგ იყო უკვე ხო მოდი სანამ გადავალთ როგორ იმას ვქენ მოვყვები კომპანიაზე რა კომპანია ანუ კომპანია ეგეთი Dassault Systems-ი ესე ქვია ფრანგული კომპანია არის Dassault Systems-ი რა მე მოგაძებნია და ძალიან დიდი კომპანიაა რა, ასე 80-იან წლებშია დაარსებული 81-ში თუ არ ვცდები. თავიდან იყო თვითმფრინავებს აკეთებდნენ რა ფიზიკურად და დაიწყეს ამ თვითმფრინავების მოდელირება soft-ში. რომ რაღაცა დაეთვალათ რაღაცეები რა, მექანიკური დატვირთვა რაღაცა. ოღონდ ძალიან პრიმიტიულად რა. იმიტომ რომ თვითონ ეს მოდელირება ცოტა თამამინად ქომია რაღაცა 2-3 კუთხედით თვითმფრინავი. ნუ მოკლედ
80-იან წლების მოდელირება როგორც შეიძლება რომ წარმოიდგინო რა. ხო და მე ისე გამოვიდა რომ ამ თვითმფრინავის თავი დაანებეს საერთოდ რა და ეს სოფტზე გადაერთნენ თლიანად და ეს სოფტი ძალიან ესე ვთქვათ განვითარდა, კარგი მიმართულებით, კარგი სოფტი გამოდგა და შემდეგ IBM-მა დაიწყო ამის გადაყიდვა და მოკლედ რაღაც კონტრაქტები გააფორმეს და ძალიან შეისყიდა კომპანია. კატია იყო ეგეთი არ ვიცი გაგმორი გეკნება თან შეიძლება არა გაქვთ, მაგრამ ვინც აი ინჟინერიის კუთხით ვინც მუშაობს რა, ანუ მსგავს ტიპის რაღაც მოდელირებებზე, რაღაცებზე, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი თულია ეხლაც დღესაც, ანუ ის 80-იანებში დაწყებული თული დღესაც ცოცხალია რა. ხო და ნუ მოკლედ ეს კატიას გარშემო გაიზარდა ეს კომპანია. მე უბრალოდ სხვა ბრენდები შეიქმნა, სხვა სოფტები შეიქმნა, მე სხვა კომპანიები იყიდეს და ამ პროცესში იყიდეს გერმანიაშიც ერთ-ერთი კომპანია 3D Excite ერქვა რა, რომელიც იყო უფრო მარკეტინგულ სოფტს ქმნიდა, რომ რაღაცა რეკლამის სტილის რაღაცა ვიდეოები გაგეკეთებინა რა 3D-ში რა. და ეს კომპანია იყიდეს და ნუ გადაწყვეს რენდერის ჯგუფი ყავდათ ამათ უკვე და მოკლედ ამ რენდერის ჯგუფი მიუერთეს ესე ვთქვათ იმ თავიანთ რენდერის ჯგუფს მიუერთეს ახლა არ წაიყვანეს მაგრამ იმათ რაღაც სხვა დაავალეს ამათ სხვა დაავალეს და სპეციალიზირდნენ ხო ესენი წერდნენ ანუ ფიზიკაზე დაფუძნებული რენდერერი იყო გლობალური განათების ბასითვლი და ოფლაინში რა, ანუ ოფლაინ რენდერერი რო დამხარიდნენ მე ხო თავის კლიენტებს. თავიანთ ანუ ესენი ამათი მარკეტინგული სქემა სხვანაირად მუშაობს. ესენი ესე პატარა თულებს არ ყიდიან რა, ესენი ანუ აწყობენ თავიანთ თულებს, თავიანთ რაღაც ეკოსისტემას ქმნიან და მე ამ ეკოსისტემას ყიდულობს კლიენტი რა. მაგალითად დღესაც მთავარი პროდუქტი არის 3D Experience platform ესე ქვია რა და ანუ ეს პლატფორმა მოიცავს უამრავ აპლიკაციას რა შიგნით რა web interface-ი აქვს ვთქვათ და მოკლედ აი პროდუქტს რო ქმნი არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის პროდუქტია კონცეპტისთან დაწყებული აი ფანქრით რო ჩანახატი უნდა გააკეთო რის გაკეთება გინდა ну აქედან დაწყებული ყველა ეტაპი ამ პროდუქტის განვითარების რა ყველა ეტაპზე გაქვს სხვადასხვა თულები რა რავი წყლის მადუღარა იქნება თუ iPhone-ი იქნება თუ თვითმფრინავიდან Boeing-ი ხო თქვა თან რაღაცა ანუ ყველაფრის გაკეთება შეიძლება ამ თულში მიიყვან მარკეტინგამდე და ბოლოს ხარჯ-დაღრიცხვების და გაყიდვები და რეკლამები ყველაფერს დაითვლი რა თულებით შეიძლება დაგჭირდეს ამ პროცესში რა ყველა თულები არის რა და რაღაც ესეთი ის აქვს ლოგო რა რომ ციკლი არის რა ანუ იწყებ ჩანახატით რაღაცამდე მიყავს ყიდი და მე მეორე პროდუქტი რა და ამ პროცესში რენდერს უკავია მნიშვნელოვანი ნაწილი ოღონდ სხვადასხვა ეტაპებზე რა ერთი ყველაზე თვალსაჩინო არის რომ უკვე ბოლოში რომ გადიხარ და რეკლამა გინდა რაღაცა და ანუ ვიზუალიზაცია გააკეთო რომ ვიღაც სანახო რომ აი ეს პროდუქტი მაქვს მაგრამ არის ადრეულ სტადიებშიც რა შენ თვითონ ინჟინერმა რო ნახო რას აკეთებ ხო არის მაგალითად ანუ სხვადასხვა აპლიკაციები რომლებსაც აინტერესებს ფიზიკური სისწორე გამოთვლების სიტყვაზე ავტომწარმოებლების ხო როცა მძღოლი ზის მანქანაში და იყურება რა შეიძლება ხედავდეს სხვადასხვა და ხილვადობა აინტერესებს რომ რამდენად ყველაფერს ისე ხედავს როგორც უნდა ხედავდეს იქ რაღაც თელი რეგულაციებია ქვეყნების მიხედვით და თელი ამბავი რა არის მაგალითად რომ აი წინიდან თუ შუქი ანათებს წინ ეს მანქანა ხო არ ირეკლავს ამ შუქს იმის მხარეს რა მძღოლის მხარეს შუშა კი რა ანუ წინ აი ის კაპოტი რა ხო არ ირეკლავს თვალში ხო არ ხდება და თვალს ხო არ ჭრის მაგალითად ან ამას შუშასზე ხდება სპეციალური ანტიამრეკლავი ფილმის გადაკვრა და რამდენად მუშაობს ან ყველა ფიზიკური სისწორე ანუ ეს რენდერეს მოეთხოვება რომ იმდენად რეალური გამოსახულება დაითვალოს რომ ბოლოს ფოტოს
რო შეადარებენ, ანუ უნდა დაემთხვეს მაქსიმალურად ყველა ეს ასპექტები გაითვალისწინოს რა. ეს არის ოღონდ ერთი მიმართულება, ხო გონი ეს მთელი ეს experience platform სხვა ეტაპები აქვს, ანუ ერთ-ერთი ეტაპი არის scientific visualization რა. გრაფიკული რენდერინგის დახმარებით ტესტავ რაღაც ფუნქციონალს, გავსი რაღაც რეალურ ცხოვრებას. ხო, რეალურ case. აი მაგალითად ჩვენ არ ქონია ხა кейსი, მაგრამ იყო მაგალითად ერთი ეგეთი შემთხვევა ლონდონში, დიდი ცათამბჯენი გააკეთეს რა და მოკლედ დიზაინერმა დახატარა ესეთი დიზაინი, რომ ესეთი რაღაც მოღუნული ის უნდა ქონოდა ფასადი რა, ესეთი ჩაღრმავებული რა და ნუ ალბათ ლამაზი იყო, დაადასტურეს, ყველაფერი კაი იყო და ააშენეს და რო გააკეთეს და ფასადი ეს შუშები რო გააკრეს რა გამოდგა რომ თურმე მზე რო უტყავდა რა ამას ეს პირდაპირ ეს აფოკუსებდა და წინა ქუჩაზე მანქანებს ადნობდა რა. ვიდეოც დევს რა ინტერნეტში, ხალხმა მე რაღაც აქციებს აწყობდნენ რომ როგორ შეიძლება და რაღაც კვერცხს წვავენ იმაზე, ესე დებენ რა. ხო და მანქანა იყო დაპარკინგებული და ანუ საღებავი ვაფშე აძვრა რა იმ მანქანას რა, იმიტომ რომ პროსტა ეს ამხელა ფასადი ამას აი იმაშვებოდა აფოკუსებდა იმასთან რა. ნუ წამი ლინზა რო არის რა ეს მთელი შენობა რა. და ანუ ეხა მაგალითად ამ NVIDIA-ს სასწავს ქონდა ხოლმე ამას იყენებდნენ ხოლმე რა იმებზე რომ აი რა საჭიროა ფიზიკურად სწორი რენდერერი რომ აი ესეთი შემთხვევები უნდა მოხდეს და აი ამის დათვლა იმაზე რა ადრეულ ეტაპზე რა რომ გაითვალისწინო რომ ეგეთი რაღაცა არ გაგეპაროს და მე უბრალოდ ადგინდა რაღაც ფირი გადააკრეს ამას რომ ეს რაღაცნაირად ანარეკლი შეემცირებინათ რა. მაგრამ ნუ ბევრი ესეთი შემთხვევებია რა, ანუ ძალიან ბევრი ახლა თვითფრინავებზე ცალკე, მანქანებზე ცალკე, ყველა ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ვიზუალიზაცია რა. ერთი არის რომ აი OpenGL-ში real time renderers რასაც დაარენდერებინებ, ხო? მაგრამ ის შეიძლება თამაში თავარი არის FPS-ი რომ 60 არ ჩამოწდეს და ანუ experience-ი რომ ითამაშო რა და ისა გაგისწორდეს, მაგრამ თვითონ აქეთ მხარეს უფრო ვიზუალურ სიზუსტეს ეკცევა ყურადღება. სამყაროს რეალობასთან. ეხა ის მაგალითად მთელი დეპარტამენტი არსებობს მაგალითად მანქანებში, როცა ანუ ნაწილებად ხო იშლება ჟესტი ხო სტემპინგი ხდება რა, ფორმა მისცენ და რო იწყობა, ანუ ეს ნაწილებს შორის გადამები ხო არის, კარსო დახურა მაგალითად რა ამხელა სიცარიელე რჩება რა, რო აი ესენი შემოწდეს ვიზუალურად როგორ არის. მარტო კართან კი არა, ანუ რომ მთელი სანერა ყველგან ერთნაირად იყოს, წინა მხარეს ამხელა უნდა იყოს, იქ როგორ უნდა იყოს და მაგალითად რო არენდერებ რა, რასტერიზაციის იმებს უჭირთ მაგის გაკეთება, რომ აი ეს ჩრდილი როგორ დაეცემა ამ ჩაწეულ ადგილას რა, ორი მას შორის რა. მაგ დროს ხო ძალიან სიზუსტეა საჭირო, ზომები იმ ყველაფერი. კაი შანსი მოგვეცა რომ სწორი კითხვა დავსვათ, შენახნელი რასტერიზაცია. ანუ ეგ რაღაც ორი მიდგომა არსებობს მაგის ანუ რასტერიზაცია და ray tracing. ხო. ეხლა ამიხსენი რა განსხვავება მაგას შორის, ოღონდ ისეთი თქოს აი პირველ კლასები ვარ. ხო, რასტერიზაციის მეთოდი არის, რაც უფრო ცნობილი არის, რაც უფრო თამაშებში იყო თავიდან ესე ვთქვათ პირველი რო დაიწყო ადრეული თამაშები და მეთოდი თვითონ იმით განსხვავდება, რომ როგორც მანამდე მაშინ აუღნიშნეთ დასაწყისში, ესე იგი სცენის აღწერა ხდება ხოლმე ზედაპირების სახით, რომ ანუ ეს ზედაპირი რაღაცნაირად უნდა აღიწეროს. და ხდება ამის ჩაწერა სამკუთხედებად, ანუ ოთხკუთხედებად, რაღაც პოლიგონებად ესე ვთქვათ რა. რასტერიზაციის მეთოდი, ანუ ნებისმიერი რენდერერი ჯერ რენდერის გადაეცემა მონაცემები რა, რომ მაგალითად სად მდებარეობს ეს ჭიქა. ნუ სწორად დახატოს ხო? სივრცული ინფორმაცია რა, კოორდინატების სახით გადაეცემა ზუსტად რა სად მდებარეობს. ასევე გადაეცემა სად მდებარეობს კამერა. და შემდეგ უნდა გამოთვალოს გეომეტრიულად ეს ობიექტები, რომელიც გადაეცი რენდერერს თავის კოორდინატებით, ამ კამერაში სად გამოჩნდება. ანუ გეომეტრიული ამოცანაა რა ჩვეულებრივ. ხო და რასტერიზაცია ამას როგორ ჭრის? ანუ რასტერიზაცია იღებს ამ სამკუთხედების კოორდინატებს და პროექციას აკეთებს ამ სასურათე სიბრტყეზე რა. ანუ ამას აიღებს და გამოთვლის აქ რომელ პიქსელებში მოხდება.
ეს პრიმიტივი და ესე მე ჩამოურბენს ყველა ამ სამკუთხედს, რომლითაც ეს სცენა აღწერილი და ყველას ჩასვავს, გააფერადებს სათითაოდ. და ray tracing-ის მეთოდი მუშაობს ამის შებრუნებულად რა. ray tracing-ის მეთოდი კამერიდან უშვებს სხივებს და მე ითვლის ეს სხივი გეომეტრიულად რომელ პრიმიტივს ხვდება. ანუ სამკუთხედებს აღარ აქცევს. ანუ ეს სცენა სამკუთხედებადაა მოცემული, როგორც იქ იყო მოცემული. უბრალოდ აქ თუ პრიმიტივებზე ჩამორბი ხარ და ითვლი თითოეული აქ რომელ პიქსელებზე გამოჩნდება, იქ პიქსელებზე ჩამორბი ხარ ray tracing-ში. და თითოეული პიქსელისთვის ესეც ისვრის სხივის და თითოეული სხივისთვის მე ითვლი რომელ პრიმიტივს მოხვდა და რომ მოხდება უკვე ითვლი მე ეს რა ფერია თქვა. მაგის ეფექტს ხო ანუ არეკულის ნაწილი როგორ ხდება მაგ დროს? მოიცადეთ სანამ არეკულას გადავალთ რა ერთად და ძალიან ნუბური კითხვები უნდა ვსუბერი. ანუ ესე იგი რასტერიზაცია მე რა გავიგე ანუ რასტერიზაცია არის რომ მაგალითად ხა მე რომ ვუყურებ აი ამ სივრცეს რა და ვიცი მაგალითად ის სურათი რაღაცა კოორდინატზე არის. მე უნდა ვიპოვო ის სურათი, ანუ რაღაც ჩამოვიარო პიქსელებით, რასაც ვხედავ, ანუ აი ამ სივრცეში რაც აღიქმება, ჩამოვიარო და რომ მივაკითხავ იმ ასე რა ქვია, სამკუთხედს, პიქსელ დავხატო. არა, ხო, რასტერიზაციის შემთხვევაში რასტერიზაციის შემთხვევაში ანუ სამკუთხედს იღებ და ამაზე ითვლის სად გამოჩნდება და ხო, სამკუთხედს ვიღებ, სად და გავაფერადებ და დავხატავ სურათს, დავარენდერებ სურათს. რასტერის ray tracing-ის შემთხვევაში აი ამ სივრცეში ვისვრი ძალიან ბევრ სხივებს პიქსელებში ხო ამ პიქსელებში ვისვრი სხივებს და ეს ჩემი სხივები რა სამკუთხედსაც მოხდება იმას ვხატავ ხო იმ პიქსელში იღებ იმ სამკუთხედის ინფორმაციას ფერია თუ რაც არის მაგრამ ამას ესე ხო ვერ გავისვრი რენდომად ანუ უნდა დავუყო პიქსელ ყოველში გავისრულო ხო ანუ რასაც ვხედავ ყველა წერტილში უნდა გავისრულო და რო გავისვრი ის რასაც დამირეფლექტებს მაგით მივხვდები მე ის ხო მე ანუ შენი ამოცანა არის ამ სხივის გასწვრივ დავითვალო ჩემსკე რა ფერი მოდის რა შუქი ირეკლება ჩემი მიმართულებით ამ პიქსელში ხო ანუ პირველი სტადია არის რომ დავითვალო რას მოხდა ანუ რომელ სამკუთხედს მე უკვე რომელ სამკუთხედს რომ მოხდა იქ ხდება უკვე მე შემდეგი ეტაპი რომ აი მოდი ახლა როგორ დავითვალო პირველ რიგში ვიცი რომ თქვა ეს შავია ხო ეს ჭიქა და ის თეთრია. მარტივად რო თქვა, შეგვიძლია უბრალოდ ფერი დავაბრუნოთ. არა, ვერ გაიგებს ვერა. ანუ რო ჩვენ წეგან ეს რაღაც თქვი, რენდერერმა იღებს დატას. სად დახატოს სივრცეში რაღაცეები. სად არის მოცემული, ხო. შენ მე ეს გჭირდება რომ real time-ში დახატო. ხო და იმისთვის რომ ეს დახატო ან არა real time-ში ხო ნუ რა მნიშვნელობა იმისთვის რომ ეს დახატო ისვრი სხივს გასაგებია მაგრამ საიდან იგებ რომ ეს შავია ესეც იმ მონაცემებს მოყვება ესეც იმ მონაცემებს მოყვება იქ წერია და ეს არის უკვე ანუ ხო თქვით რომ სამკუთხედები არის ჩაწერილი ზედაპირების აღსაწერად ასევე გაქვს მატერიალები რომელიც ასევე მონაცემია და შემომავალი ინფორმაციაა რა რენდერერისთვის რომელიც აღწერს რომ აი ამ ზედაპირს ეს მატერიალი ახასიათებს ხო ესე იგი შენ რო სხივს გაისვრი და ამას გაარტყავ და იცი რომ მაგალითად ეს არის რაღაც კოორდინატზე ასევე შეიძლება ამ კოორდინატით გაიგო რა მატერიალი შეესაბამება ამ კოორდინატ არა ამ ობიექტს მიხვდები რომელი ობიექტია და მაგ ობიექტით მიადგები მატერიალს და ამოიღებ უკვე მატერიალს და მატერიალში გიწერია უკვე ეს არის შავი და მე მიხარ და ხატავ კი, მაგრამ ხო შეიძლება რომ ეს რაღაცა კონკრეტული ობიექტი, აი ჭიქა მაგალითად, ჭიქა შეიძლება იყოს რკინი, შეიძლება იყოს თიხის. ხო. ეგეც გიწევს. მატერიალი ახეთქოში რომელია? მატერიალი არის, ანუ მატერიალი ქართულად რო გადმოთარგმნოთ, არის მასალა. ხო. ანუ მასალას აღწერს ეს ჩვენი ობიექტია რა ჩვეულებრივ. ახლა შეხედე. ეს მასალა როგორც წესი რა, ანუ საერთო ჯამში ამ რენდერერში რა, ესეთი რაღაც არსებობს ხდება, არეკულის განაწილების ფუნქცია ქვია რა. ეს მასალა საბოლოო ჯამში გადაითარგმნება ამ არეკულის განაწილების ფუნქციაში. აი შენ რასაც იძახი რომ მეტალია, მეტალს თავისი არეკულადობა ახასიათებს. ანუ შესაბამისად, თიხას აირეკლავს სხვანაირად. კი ბატონო. ეგ მაინტერესებს. ანუ აი სტატისტიკური მოდელები არის რა შედგენილი ჩართვალე. ანუ ყველა სტატისტიკური არის, ანუ მათემატიკური მოდელია, რომელიც აღწერს სხივების განაწილებას. რომ აი დაცემული სხივი როგორ გაიბნევა.
ნაწილი ეს თქვა შუშა, ხო? შუშის ობიექტი რო იყო. ნაწილი აირეკლება ზედაპირზე, ნაწილი შიგნით შევა და უკანა ზედაპირზე აირეკლება, ნაწილი საერთოდ გავა მეორე მხარეს, ხო? და ნუ ყველაფერი ეს, ანუ და ამას რა თქმა უნდა ახასიათებს თავისი, ანუ შეგვიძლია ეს გააკეთო რაღაც ემპირიული მეთოდით დაკვირვებაზე, როცა ეს შუქს ირეკლავს ჩემი მაგი და სადღაც აქ შუაში ვხედავ ამ სინათლეს, ხო? და რაღაცა მიამსგავსო, მაგრამ არის ფიზიკაზე დაფუძნებული მოდელები, რომელიც უფრო სიზუსტით ითვლის და მათემატიკური მოდელია, რომელიც უფრო ესე ვთქვათ, ფიზიკურად სწორ იმას გაძლევს რა. იდეაში არასწორ მასალას თუ გამოიყენებ, ეგ ხო რადიკალურად სხვა შუქს მოგცემს. ანუ ოთახში როდესაც დევს რაღაცა ჭიქალონასა კონკრეტული რაღაცა მატერია რა. წარმოვიდგინოთ ორი кейსი, ორივე ოთახი აბსოლუტურად იდენტური, გვაქვს რაღაცა ჭიქა, ოღონდ განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ მათ შორის მატერია არის სხვანაირი. სანამ კითხვაზე გადავალ, სხივს ფერი აქვს? ანუ განათებას? ხო, რა თქმა უნდა. ხო. რა ფერია? სხვადასხვა ფერი არის. სხვადასხვა ერთობლივ, ხო? მოკლედ არსებობს სპექტრი რა. სხივი არის ელექტრომაგნიტური ტალღა. და გააჩნია სიხშირე. ანუ სიხშირე მაგალითად რა, არის ფერის, რასაც ჩვენ ფერს ვეძახით. ამ ელექტრომაგნიტური ტალღის სიხშირე. და ელექტრომაგნიტური ტალღის ამპლიტუდა არის ინტენსივობა. და როცა თეთრ სხივზე ვლაპარაკობთ, ეს თეთრი სხივი არის კონა, ესე ვთქვათ, სხვადასხვა სიხშირის იმების რა, ანუ შეიძლება დაყო ეს სპექტრად და თქვა რისგან შედგება. და მაგალითად როგორც წესი, ანუ ხშირად არის ხოლმე RGB მოდელი, ანუ red, green, blue და ფერს აღწერენ ხოლმე ამ სამი კომპონენტით და მთლიანად რენდერი შეიძლება ამ RGB მოდელზე მუშაობდეს და საკმაოდ ზუსტი არის. მაგრამ როცა უკვე ძალიან სიზუსტეზე მიდგება ხოლმე საქმე რა, როცა scientific visualization არის რა, მნიშვნელოვანი. იქ ხდება მაგალითად სპექტრული მოდელის გამოყენება, სადაც ეს RGB-ს მაგივრად სპექტრი, მთლიანი სპექტრის განაწილება ხდება. ხო და ეხლა კითხვა ნახე რაში მდგომარეობს. ორივე ამ მოცემულობაში სხივს რომ დავარტყავ ამ ჭიქას. საერთო სურათში ხო განსხვავებული ფერები იქნება. იმიტომ რომ ჭიქა სხვა. იმიტომ რომ ჭიქა სხვა ისაა, ხო? და იგი იწევს იმიტომ რომ არ ეკლა ხდება, ხო? ანუ ფერი, რასაც ჩვენ ვეძახით რა, ანუ კონტრასტი რა იმ ოთახში. ჩვენ ფერს, რასაც ვეძახით მატერიალის ფერს, ეს არის რომ ამ მატერიალს ახასიათებს ის რომ კონკრეტული სპექტრის სხივებს შთანთქავს. დანარჩენებს უფრო ანუ რაღაც ფერებს უფრო მეტად შთანთქავს ვიდრე სხვას და დანარჩენს ირეკლავს, ხო? ანუ ეს რო ყავისფერია, ხო? ანუ ყველა სხვა სპექტრი უფრო მეტად შთანთქა ვიდრე ყავისფერი. ხო. ანუ მაგიტომ ამას ახასიათებს ეს მატერიალების ცოდნა by default ისიც რენდერში, ხო? ხო, რაც ყველანაირი მატერიალი, რაღაცა ენ რაოდენობის მატერიალი. ფერი ახლა უშუალოდ პროპერტია, მაგრამ ანუ რენდერში ჭირდება სხვადასხვა ტიპის მატერიალებთან მუშაობა რა, მაგალითად მეტალი სხვანაირი დასამუშავებელია. ეს ისა თიხა სხვანაირია, ხო? დიელექტრიკებს და მეტალებს ვატყობენ ხოლმე რა ხშირად რა. და სხვადასხვანაირი ფორმულებით ხდება გამოთვლა. შუშა მაგალითად ხო დიელექტრიკია და შიგნით როგორ შედის სხივი, მაგას თავის ფორმულა. ამ შიგნით მატერიალს, ანუ ამ შუშისას გააჩნია გარდატეხის კოეფიციენტი, მაგალითად ალმას მეტი აქვს, მაგიტოა რომ ბზინვარება აქვს და ფერს სპექტრულად შლის, ვიდრე თქვათ რაღაც ფანჯრის შუშას, ხო? და ნუ ეს ყველაფერი უნდა ამ მატერიალებში იყოს გათვალისწინებული, თუ გინდა რომ საბოლოოდ რეალისტური გამოსახულება. ასიკებია. კი ბატონო. მაგარია. სანამ ამაზე დაგისმო კითხვას ის გავიგზავნა საინტერესო რენდერეზლება, იქ მივბრუნდეთ რა, რომ გადახვედი ბერლინში, მიუნხენში. როგორი ექსპერიენსი იყო პირველად რო ჩახვედი სხვა ქალაქში ბავშვებთან ერთად და მე რო გითხრა დაბრუნებაც როგორ გადაწყვეტა და როგორ იყო. ხო, არა, მე გამიკვირდა საერთოდ, იმიტომ რომ რადგან კრიტიკულად გითხრეს დასაწყისში როგორც შემგვითხარე. ხო, მე როგორ მოხდა ვაცელია რემონტი. იმაზე რომ ბოლო ამდენი წელია რაღაც. ხო, აი ეგ მეც მაინტერესებდა, მაგრამ მე თავიდანვე
ან ჩემ მეუღლეს მეუნებოდა რომ აი თქვა თუ არ აწყობთ რა ეგ ვარიანტი რა ვქნა და მე ვთხარი მოდი ცადოთ ჯერ გადავიდეთ რა მე მგონია რომ ეგ ნდობის მომენტია თქო რა უბრალოდ და მოდი გადავიდეთ ნახოთ გავიცნოთ სიტუაცია და რავი შეიძლება ჩვენ შეგვეცვალოს აზრი ბოლო-ბოლო ხო დავვრჩეთ მაგრამ იმ ეტაპზე რომ მივდიოდით ფიქრობდით რომ ანუ არ ვაპირებთ არჩევანს რა იმათთვის რა თქმა უნდა ეგ არ გვითქვია მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმით უნდა წავსულიყავი ხო შემდეგ ესე იგი ჩასვლის მომენტი, ანუ როგორ იყო კომპანია, ანუ გამომიგზავნეს მოწვევა, მივედი საელჩოში, განცხადება დავწერე, მაშინ ჯერ კიდევ ვიზალი ისინი არ იყო რა, ისინი ვიზა და შეგიძლია ჩახვიდე ტურისტულად არ იყო და ყველაფერზე საელჩოში უნდა მისულიყო, ყველანაირ ვიზიტზე რა ტურისტულზეც და ანუ მივედი იქ, მოწვევა მივიტანე და მომცეს სპეციალური ის არის ვიზა, რომ წერია, რომ უშუალოდ სამუშაოდ მიდიხარ. და მარტო მე კი არ მომცეს, ანუ ოჯახზე გაიცემა რა, ბავშვებზეც და იმაზეც, მეუღლეზეც. და მე რო ჩავედი თავიდან, კომპანიას ჰქონდა ეგრე, რომ თავის თანამშრომლებს თავის ბინაში განათავსებდა რა ოთახებში, რომ აძლევდა რაღაც ორ თვეს. რა თანხასაც ვიხდით, მაგრამ ნუ ბევრად უფრო ნაკლებს და ყოველ შემთხვევაში ძებნა არ გიწევდა და ჰქონდა იმ ისე ვთქვათ, რომ იმ ორ თვეში უნდა მოგეძებნა სხვა სახლი, რომ მე უკვე გადასულიყავი იქიდან. გიადვილებდა რა ესე ვთქვათ. და ორი თვე ვიყავი ესე ვთქვათ ეგეთ ბინაში და ძალიან რთული იყო რა. ეხლა მიუხედავად მე სხვა ქალაქებში არ ვიცი როგორ არის, ალბათ იქაც პრობლემაა განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, მაგრამ მიუხედავად იყო აი კატასტროფულად რთული, მით უმეტეს თუ მოკლედ უცხოელები იქაურები ვინც იყვნენ რა, უცხოელებს ძალიან ერიდებოდნენ და განსაკუთრებით ერიდებოდნენ თუ ბავშვიანი იყავი რა, იმიტომ ანუ აი რატო აიტკი, ანუ როცა როგორი პონტია რო დადებს ადამიანი განცხადებას, სადღაც 15-20 წუთში მოუვა რაღაც 100 ესა წერილი მეილზე და რაღაცა მოჭრის და ამას დაუძახებს და დანარჩენებს აღარც დაუძახებს რა, ხდები აღარც მიწერს. და ანუ აქ ის ფაქტორია რომ შენ რატომ უნდა მოგცეს რა ბავშვიანი რო ხარ, იმიტომ რომ ფიქრობს რომ ან გააფუჭებ ბავშვი დახატავს კედელზე რაღაც. ძალიან არის სტრესებოდი რომ ორი თვის დედლაინი გაგდიოდა და კატასტროფულად რა, ძალიან უკვე ბოლოში ძალიან ვიყავ, მაგრამ თან რა მომენტი ანუ რა თქმა უნდა წერ თავიდან დავიწყეთ, მოდი იაფი ვარიანტი რა, რაც არის, ან ფასებს უყურებ რა, რომ მოდი ნორმალურ ფასად და უკვე ბოლო 2 კვირა როა დარჩენილი რა, იმ ორ თვიდან რა, აღარაფერს აღარ უყურებ, მე თქვი ანუ რამე იყოს. ესე მოდიხარ რა, უკვე აქეთ და ნუ უკვე ისე ვიყავი რომ ანუ უკვე უნდა ჩამოსულიყო ბილეთი ნაყიდი აქვს ყველაფერი უკვე ემზადებოდნენ ჩემი და მე ჯერ ბინა არ მქონდა. შენ ჯერ ის პირველი ორი თვე მარტო იყავდას. ის პირველი ორი თვე მარტო ვიყავ. სწავლობდი და ანუ მუშაობდი იქ და რამოდენიმე თანამშრომელი იქ ვინც ახალი ჩასულები ვიყავით, იმ ერთად ვიყავით იმ ბინაში რა, კომპანიის ბინაში. და ნუ აი ეს ბოლო იმაში იმათ მარდიოდ იპოვეს? არა, იმათაც ძალიან რთულად იპოვეს კი. მოკლედ ვიპოვე ერთი ვარიანტი და რომელიც ძვირი იყო, მაგრამ უკვე აღარ უყურებდი მაგას, მე თქვი მოდი გადავიდე და მე ხო აღარ მაქვს ეს დედლაინი და მე მოვძებნი რა სხვა ვარიანტს. მაგრამ ეგეც არ არის თლად. რო გადახვალ მე უკვე ხო მოკლედ. კომფორტი ზონაში ანუ არც იყო რეალურად, ანუ არა გაქვს რა ბევრი არჩევანი რა, რაღაც რამოდენიმე არჩევანი გაქვს და იმათში უნდა არჩიო რა. და რომ მივედი, ანუ რაღაცა კარგად დამხვდა რა, იმასაც ბავშვი ყავდა. ბავშვით დამხვდა რა, მარტო იყო ის ქალი ბავშვთან ერთად და რაღაცა ეთყობა, რაღაცა ის იყო რა, რა ქვია. შობლურმა რაღაცა მიმოქმედა, არ ვიცი და ისა უთხარი რომ რაღაც ყველაფერს მოუვლით, ანუ არის და რაღაც ყველაფერი და თან ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რა. იქ არის ბინა რო ქირავდება რა, გამქირავებლები ითხოვენ დეპოზიტის თანხას ეძახიან რა. რო ქირავ ცალკე სადღაც 2 თვის ქირა უნდა აიღო და დადო ცალკე რაღაც ანგარიშზე და მოკლედ თუ მე შენ რაღაცას დააზიანებ, რაღაც სადაო თემა გაიჩნდება, ეს თანხა ის უფრო დაცულად გწნობს თავს, რომ ეს თანხა ცალკე დევს და ყველა ითხოვს ამას აბსოლუტურად რა. მე გამიმართლა რომ რაღაც ესე დანაზოგი სპონჩი რაც მქონდა, წაღებული მქონდა თან რა.
თან თორე სულ არ ვიცოდი ეგ იქ რო ჩავედი რომ ეგეთი რაღაცა იყო რა ხო და შეიძლება რაღაცნაირად მაგის ალბათ სხვანაირად მოგვარება მაგათად მე მქონდა რომ ბოლომდე არ მეყო ის თანხა და უთხარი რომ მე თქვი შევავსებ რა პირველი თვეების განმავლობაში რო ვიქნები ამას შევავსებ ამ დეპოზიტს და ნუ მე იდება რა ჩვეულებრივ და მე რო წამოხვალ მე მოგცემს ხო რო წამოხვალ მოგცემს ჩვენ შემთხვევაში მე რო წამოვედით რაღაცა განსხვავება იყო რა იქ როგორი თქვენ იქ კომუნალურებს აი რაღაც მოჭრით თანხას გახდევინებენ რა თვეში და მე წლის ბოლოს გადაითვლიან და განსხვავება რაც ზედმეტი გადაიხადიან რაც ისა იმას გადაგახდევინებენ რა და მე არ ვიცოდი ეგ მაგალითად მეგონა რომ თქვა გათბობას რო ვიხდი ამდენს ვიხდი და რომ ჭირდებოდა გათბობა მქონდა ისე რომ როგორც მე ჭირდებოდა და მე გამოდიოდა თურმე ბევრს ხარჯავდი და მომიწია რაღაცების გადახდა რა დამატებით ну, მოკლედ ვიქირავეთ ეს ბინა, ჩამოვიდნენ ჩემი ზუსტად მოვასწარით რაღაც 3-4 დღის ნაკირავები მქონდა მგონი, რომ ჩამოვიდნენ რა. და ისა ეხლა დავიწყე მე მუშაობა, მაგრამ ეხლა ეს ჩემი მეუღლე სახშია ბავშვის და ბავშვი გვინდა რომ ბაღში მივიყვანოთ და ანუ იქ ბაღში მიყვანა როგორ არის იცი, აი ჩემ თანამშრომელს ბავშვი ჯერ დაბადებული არ ყავდა, ცოლი ფელძიმეს რომ დარჩა ბავშვი დაარეგისტრეს ბაღში. ანუ წამე ჯერ ჩანასახი იყო რა ბავშვი რა და უკვე ბაღში რაღაც ადგილი გამოუნახეს რომ აი იქ რო აშენდება ბაღი 2 წლის მერე სადღაც კვარტალში ამისი ბავშვი იქ დაიწყეს. რატო ის დიდი რიცხვია ხო იმის ანუ ძალიან რავი მოთხოვნა თუ რავი ანუ არ არის ბაღი ცოტა ხალხი ბევრი. ანუ პროფესიონალების იქ ბაღის მასწავლებელი რო იყო პროსტა ეგრე უშევარი ხალი მოძებნე ქუჩაში და შეიყვან ეგრე არ არის რა რაღაც თელი რეგულაციები არის და უნდა კონდეს სპეციალური კვალიფიკაცია რომ დაიწყოს მუშაობა და ანუ ჭირს რა ეს კვალიფიცირებული ისა კადრები და ამიტომ ბაღების რაოდენობაც ის არის არ არის საკმარისი და ანუ ისე გამოვიდა რომ ანუ ამდენი ხანი ვცდილობდით რომ ყველგან ვაგზავნიდით და ანუ არავინ არ ეკა და ბოლოს ჩემმა მეუღლემ სამინისტროში დარეკა იქ რაღაცა უთხრა რომ ანუ სასწრაფოდ უნდა იმას ავქნათ მივიყვანოთ სადმე იმიტომ რომ ბავშვი სასკოლო ხდება და ენა არ იცის საერთოდ რა და ნუ რაღაცა შეაწუხა ხალხი და რაღაც ახალ დაშენებულ ბაღში იქ ისინი ცდილობენ რომ ვითომ შენობაში გიპოვონ ბაღი რა მაგრამ აქ უკვე აღარ იყო რა ეგისა რომ რაღაც სასწრაფოდ აუცილებლად უნდა მივიდეს და სადღაც ქალაქის ბოლოში სხვა ბავშვი როგორ ესე როგორ დარჩა მარტივად დარჩა მიღებულობა ქონდა ბავშვს ბავშვს ვაფშე ანუ იმას საერთოდ არ ქონია პრობლემა რა ანუ არ ესმოდა ენა მაგალითად და ბავშვებთან ერთად რო თამაშობდა რაღაც ორი სიტყვა იცოდა და ანუ ყველა რაღაც ემოციების გამოხატვა რა უნდა და ორი სიტყვით რო ხან ესე იტყვის ხან ესე იტყვის ხო ხდები ანუ იმას არა ჩემი შვილი აგორი მიყვანია ბაღში გერმანიაში მიყვან და ბიჭოს ჯერ ერთი ანუ ცოტა ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება იყო იქაც რა ანუ ბაღიც ძალიან მოწესრიგებული იყო რაღაც სხვანაირად უდგებოდნენ ბავშვებს რავი ჩემ ბავშვს არ ქონია პრობლემა იმიტომ რომ თან უკვე ასაკითაც დიდი იყო და იქ რაღაც კულტივით ქონდა რომ შედიოდა ესე ჩამწკრივდებოდნენ ხოლმე ბავშვები და ის სახელს იცადნენ დიდი იყო რა ანუ იმათთან შედარებით რა იმიტომ რომ დაგვიანებულად მივიდა რა მაგრამ იმ ერთი წელი იარა და იმ ერთ წელში ძალიან კარგად დამოღამდა შეიძლება ხა ჩემი მე არ ვერ შევაფასებ ისე რა როგორ ადონეზე იცოდა ენა, მაგრამ ჩემი მეუღლე რო გერმანისტია ის ამბობდა მაგალითად რომ ანუ განსაკუთრებით აქცენტი ქონდა ძალიან სუფთა რა შეიძლება სიტყვები არ ქონდა იმდენ შევსებული აქცენტი ქონდა ძალიან სუფთა იქაო მე სკოლაში შეიყვანა ერთ წელიწადში ხო და აი უკვე სკოლის პერიოდი რომ მოვიდა და უკვე 2 წელი გადის რა და საფხული მოვიდა და უნდა სექტემბრიდან უნდა დაიწყოს რა სწავლა უკვე ჩვენ ვჯერლობდით რომ რა ვქნათ ახლა რა თუ შევიყვანთ უნდა დავრჩოთ თუ შევიყვანთ მერე გართულდება გადაყვანა რომ იქ რო გადავიყვანთ მოკლედ ეს სკოლის ცვლილება აქ ვაფშე სხვა პროგრამა იქ სხვა პროგრამა მოკლედ რა მთელი ამბავი და თან ეგრეც ვიყავით იდეაში შეთანხმებული რა და გადავწყვიტეთ რომ მოდი წავიდეთ მეც უკვე მაქვს საკმარისი გამოცდილება რომ რამე რო იყოს რა რომ ვიჩალიჩო რემოუტად სხვა სამსახურზე რა და მაგრამ ნუ მივედი და უთხარი რომ მე თქვი ესე და უნდა წავიდე რა გადავიდე იქ არა ეს 2 წელი სახში ძრობდი იქ მუშაობისგან არა
სახეს სტანდარტულად. ანუ სხვათა შორის ახლა overtime-ები და ეგეთი რაღაცები არ მიწევდა. даже 1-2 ცოტა დიდხანს დავჭი და მოვიდა ხელმძღვანელი და მითხრა რომ არ არისო რა საჭირო არ გააკეთო ეგრეო ანუ თუ რაღაცა ვერ ესწრება რა მაშინ რაღაცა დაგეგმვაში გვაქვს პრობლემა რა და იქაც კი როდესაც იყავი მაშინ in-office მუშაობდი ან ოფისში გადავედი და ის ჩაიყვანა არ ქონდა ისეთი პერიოდები თქვა სახლიდან რაღაცა არა ხო აი განსხვავება ეხლა მე ხო აზრიდან გადავედი მან განსხვავება რა იყო ხა აზრი მაგალითად agile-ის დანერგვას აზრიშიც ცდილობდნენ. ყოველ შემთხვევაში იყო რა რაღაც daily meeting-ები იყო რაღაცები იყო. მაგრამ ну ჩემი აზრით просто მაგალითად კონკრეტულად მე არ მერგებოდა, იმიტომ რომ მე მარტო მუშაობდი რაღაც პროექტზე და ანუ არანაირად agile-ში ეგ არ ჯდება, იმიტომ რომ ჯგუფი უნდა იყოს რა, რაღაცა პრობლემა რო გაქვს ვიღაცა უნდა ვინც თქვა დაგეხმარება, ანუ მინიმუმი 5 კაცია agile-ში და ჯგუფში და იქ რო ჩავედი იყო ასე ვთქვათ ორი დიდი ჯგუფი, ორ ჯგუფად იყო გაყოფილი ეს რენდერის სასტავი და ორი ჯგუფი მუშაობდა ასე ვთქვათ ცალკე რა, თავი ანუ ცალკე მიტინგები ჰქონდათ რა და უფრო დალაგებულად იყო ესე ვთქვათ, Scrum Master-ი ყავდათ მაგალითად, რომელიც აზრიში არ გვყავდა რა და ეს Scrum Master-ი არ ვიცოდი საერთოდ როლი რო იყო ეგეთი და უფრო ხო რა ეს ყოველთელი ეს agile სისტემა იქ დავამუღამე როგორ იყო უფრო სწორად რა დალაგებულად რა მე ასევე იყო მაგალითად continuous integration ტესტები რა რაც და საერთოდ ამ დონეზე რო ხდებოდა პროექტის ტესტირება ხა იქაც წერდით აზრიში რაღაცა unit ტესტები და რაღაცები იწერებოდა მაგრამ აქ იყო მთელი ესე კასკადი რა unit ტესტებიდან დაწყებული integration ტესტები და რაღაცა end-to-end ტესტები მოკლედ უფრო სრული სისტემა იყო და ქონდა ეს Jenkins-ი მაშინ ხა build-bot-ი გვაქვს და ტესტავდით ამ ყველაფერს და მოკლედ რილიზები, ვერსიები, ყველაფერი კეთდებოდა როგორც წესი. და რომ ხარ რომ მივდივარო რა გითხრეს? ხო, ну მითხრეს რომ არ ვიცითო რა, უნდა გავარკვიო. შენ პირდაპირ გითხე რომ მივდივარო. მე უთხარი ესეთი რაღაც, რომ მე უნდა წავიდე თქო რა. ოღონდ მე სამსახურიდან წასვლა კი არ მინდა თქო რა, უბრალოდ უნდა წავიდე თქო იქ ფიზიკურად და ეხა ეგ უკვე თქვენ თუ არის რამე ვარიანტი რომ თქვათ მე ვიმუშაო დისტანციურად ხო კაი იმიტომ რომ მე თვითონ სამსახური მომწონს რასაც ვაკეთებ რა და თუ არა და მაშინ ნუ წასვლა მომიწევს თქო რა თუ არის და მაგდროს კომპანიაში ვინმე მუშაობდა დისტანციურად საერთოდ არა და ახლა წარმოიდგინე ერთი ტიპი გაგიშვეს რანაირად შეწყვეტა როგორ მოხდა ხო და ეხლა ანუ HR-თან ხო და მაგიტომ არის რომ ჩემ ხელმძღვანელს ვინც არის რა ძალიან ვაფასებ მაგიტო რომ ანუ სხვანაირად უდგება ინდივიდუალურად და ჯგუფთანაც ძალიან კარგად ადაპტირდი ესე ვთქვათ რა და ანუ კარგად ვიყავი რა ანუ რასაც ვაკეთებდი მომწონდა გამომდიოდა საჭირო საქმეს ვაკეთებდი ესე ვთქვათ რა კომპანიას უღირდა უბრალოდ რომ თან უღირდა ალბათ ხო საერთოდ ჯამში უღირდა რა თქმა უნდა რო არ ყოფილი თქოს ხო დაგაკეთეს რო წახვედი საქართველოში არა სხვათა შორის არ დამაკლის ან მაგონ მაგაზე იყო რა თქმა უნდა ვაჭრობის მომენტი ყოველ ჩვეულებრივი თემა არის რა. ოღონდ ეხლა გითხრა როგორ წავედი. მითხრეს რომ არის ეგეთი ვარიანტი, რომელთ მაგათ აქვს კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან, რომლებიც მაგათთვის რაღაც სერვისი ეწევიან, აი Zuba სადაც მუშაობდა Scopiki რა. ხო და ჩვენ გვაქვს მაგათთან ისა კავშირი და შეგვიძლია მაგათთან დაგაკავშიროთ და ისინი აგიყვანეთ თანამშრომლად, შენ არ მოგიწევს ქაღალდების რაღაც ბიუროკრატიული ნაწილი და მოკლედ იმათი თანამშრომელი იქნები ჩვენთვის იმუშავებ. ოღონდ რეალურად ჩვენ ისე იმუშავებ რა, როგორც მუშაობდი ოღონდ დისტანციურად რა. ну მე თქვი კაი ეხლა დიდი ის არ მქონდა ეხლა რას ვეტყოდი ხო? ანუ ოკეი. რეალურად წავიდე. უნდა გამიხარდა რომ დავთავ. იყო იქ ვაჭრობის მომენტი, ისინი ცალკე მევაჭრნენ. Scopiki და რაღაც მე თანხა რაც უთხარი იმას არ მოეწონა ის ცოტა რაღაც ხისტი კაცი იყო რა იმ Scopiki-ისა რა. და ნუ რაღაცა თანხაზე შევთანხმდით და წამოვედი მასე და 1 წლის მერე ჩამოსვლა მარტივი იყო 2 წლის მერე ანუ ადაპტირება თუ ასდაქცირებია არ იყო მარტივი ნუ აი როგორ გითხრა ძალიან იქ ცოტა წყნარი გარემოა რა აქ არის ძალიან დაძაბულობა ანუ განაისო მაგალითად პოლიტიკური ისა კუთხით დაძაბულობა რა აი ხალხში არის დაძაბულობა
რაღაც მარკეტში გაღიზიანებული ხალხი ბევრი ხდება. აი რაღაც თლიანობაში იგრძნობა რომ რაღაცა რა თან არის აი ყველაფერზე ზერელეისა და აი როგორ ვთქვა იმათ აქვთ მაგალითად მოწესრიგებული პარკში შეხვალ ხო ქუჩაში რაღაცა ნაგავი შეგავი ანუ იქ ბევრი ჩამოსულია და შეიძლება ყველა ადაპტირებული არ არის მაგრამ რო ადაპტირდება მე უკვე მეტი პასუხისმგებლობა უჩნდება ესმის და რაღაცა იმას არ ვამბობ რომ ყველა ერთნაირი არის იქაც არიან უპასუხისმგებლოები და ისინი მაგრამ საერთოდ ჯამში ყველაფერი უფრო მოწესრიგებულია და ამ წესრიგს რო ეჩვევი რა მე რომ მოდიხარ აქ და რო ხედავ რომ ყველა ისე აკეთებს საქმეს რომ ანუ ოღონ გააკეთოს და მე პასუხისმგებლობა სხვამა იყოს რა აი ყველაფერს ეთყობა გზა არის დაგებული თუ რაღაცა აი საერთოდ ყველაფერს ეთყობა რა მე ეგ რაღაცნაირად იმას გიჩენს რა პროტესტის გზნობას თუ აი უკმაყოფილებას და ძალიან გამოვხატავდი რა რაღაცა ან Facebook-ზე დავწერდი რაღაცას აღარ მახსოვს ზუსტად მაგრამ ხო რო ჩამოვედით რა დასავლეთში მინდოდა წასვლა რა სოფელში და მე თქვი ხა ჩემები შევკრიბო ყველა და მთელი ოჯახი მოდი წავიდეთ ბავშვები მონატრებული ყავდათ რა და ვიყიდო მოდი ბილეთი რა იმისი მატარებლის რა მივედი და ვუთხარი რომ ყველა ანუ პირველი კლასის ბილეთი მინდა თქო რა კაიო არა პრობლემა გადავიხადე რა თანხა უფრო ძვირი და წავედი და მივედი და ანუ ძველი ვაგონია რა უბრალოდ არავინ არ ზის თელ ვაგონში მე და ჩემი ოჯახი ვზივართ რა და მოგვიტანეს წყალი რა ერთი რაღაცა პლასმასის ბოთლი ნუ ორი თუ ორი აღარ მახსოვს ნუ ეს შედის სამ სერვისშიო რა წყალი და ნუ კონდიციონერია ჩართული მაგრამ ანუ ჩვეულებრივი მეორე კლასის ვაგონია და ვიცი ეს პერიოდი ხო ის გერმანული ვაგონები რო იყიდეს და მე თქვი ის ხო ეხა იყიდეს და ის როგორ უნდა მოხდეს და ისო მეორე კლასიაო ანუ რანაირად მე თქვი პირველი კლასია უფრო ანუ უნდა უბრალოდ რომ მეხვიდოდიო უნდა გეთქვაო რომ პირველი კლასი ისა ის ვაგონი გინდოდაო რა მე თქვი აი რატო ხოდა რაღაცა მე მახსოვს რაღაც გაბრაზებული ვიყავი და რაღაცა დავწერე Facebook-ს და მეც ვაკაცები მეღადავებოდნენ რომ რაღაცა ჩამოხვედი ეხლა და რაღაცა დაიწყეთ სულ ხო და მოკლედ რა ანუ ეგეთი რაღაცა უბრალოდ ხდება ეხლა ეგ პროსტო მაგალითი მოვიყვანა ერთი მაგრამ ნუ უამრავი ეგეთი რაღაცა ის არის რა კაი იცი რა მაინტერესებს ხა რადგან უკვე დასასრულისკენ მივიდივართ უბრალოდ არ გამოდის ამ კითხვის გარეშე რომ დავასრულოთ აი ძალიან ჩვენთვისაც ჩვენთან Discord-ში არიან თქვენი ძალიან დიდი მყარებლები ვისაც აინტერესებს ზოგადად ეს სფერო და მით უმეტეს ხა რომ დავფიქრდეთ რა თქვენ დროს ბევრად უფრო რთული იყო დაწყება ვიდრე ეხლა არის მაგრამ ეხლა არის ბევრი distraction-ის პრობლემა რა ანუ არის უამრავი რაღაც მასალა არ იცი რა ისწავლო რა შენ რო ეხლა იწყებდე აი ამ შენი გამოცდილებით რა შენ რო ეხა იწყებდე ამ ყველაფრის სწავლას რა ეტაპებს გაივლიდი აი სამ ყველა მოვშევამოკოთ თუნი რა აი სამ ყველაზე მნიშვნელოვან რა ეტაპს გაივლიდი აი პირველი რას ისწავლიდი რას გაარჩევდი და აი რას დაუთმობდი მეტ ყურადღებას და შეცდომა მაგალითად დაუშვი რა უნდა გექნა და სხვანაირად გააკეთე რა და დროს დაგიზოგავდა სიტყვაზე ალბათ ნუ ალბათ ერთი მომენტია რომ შემიძლია უფრო მალე წავსულიყავი იქ და ანუ თავს ვიკავებდი თქვა რაღაც მომენტში ფიქრობდი რომ რაღაც არ მაქვს საკმარისი გამოცდილება რაღაცა ეგ იყო რა მაგრამ აი რა რითიც მე კმაყოფილი ვარ არის რომ მე როცა ვარჩევდი რა რისკეთება მინდოდა საბოლოო ჯამში მაინც არჩევანი გავაკეთე რაც მომწონდა რისკეთებაც მომწონდა იმაზე და უბრალოდ ჩავთვალე რომ თუ ვეცდები რომ მაგარი პროფესიონალი გამოვიდე რა ну მაინც ვიპოვი რა ესე ვთქვათ რაღაცა ამ ჩემ თემას და რაღაცა ვიშოვი სამსახურს და მაშინ ჯერ კიდე არ იყო ეს remote მუშაობა ისეთი თემა ნუ მე რო გადმოვედი როგორც თქვი მარტო მე ვიყავი რა ჯგუფში remote-ად და მე მაგალითად პანდემია რო დაიწყო ხო მთელი ჯგუფი გადავიდა remote-ად და მე გამოდგა რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა და რაღაც მენეჯმენტშიც დამკვიდრდა ეგ აზრი რა ზედა დონეზე რომ ანუ არ არის აუცილებელი ისეთი კრიტიკული რომ ყველა იქ იყოს რა და რაღაცნაირად უფრო გაიოლდა და დღეს ჩემი აზრით მაშინ ჩვენ დროს
არ იყო ესე ბევრი არ მუშაობდა რა ესე ონლაინ და დღესაც ახლა მე მყავს მაგაცები რომლებიც ჩემთან ერთად დაიწყეს და ფიქრობენ რომ ხო არ დავიწყოთ ონლაინ და თქვა აქ მუშაობენ ძალიან კარგად რაღაც საპასუხისმგებლო იმაზე მაგრამ მაინც ხელფასის ფონდშიც არის განსხვავება და თავს იკავებენ რომ თქვა აი არიციან დაიწყონ თუ არა და დღეს ვინც იწყებს ანუ ჩემით არ უნდა შეიზღუდოს თავი რომ აი აქაურ ბაზარს უყურებ და ესე იქნება უფრო ფართოდ უნდა შეხედოს უბრალოდ არჩიოს რის კეთებაც მოსწონს და იმაში ესე თქვა გახდეს მაღალი დონის სპეციალისტი ხარ უნდა დახარჯო რა რესურსი ისი არ გამოვა თუ არ ინვესტიცია უნდა ჩადოს საკუთარ თავში ძალისხმევა ჭირდება რა თქმა უნდა ეხლა არავინ არ უნდა შეიქმნას ცრუ ილუზიები რომ რაღაც მარტივად გამოვა ჭირდება რა რა თქმა უნდა და თვითონ მასალისგან აი რისი გარჩევას დაიწყებდი ხარ რა იწყებდი რა სისტემა მათემატიკა ალბათ ხო პირველად ხო აი მაგალითად მათემატიკა მე მქონია ეხლა მე როგორც მათემატიკის სკოლის თემა ძალიან მაინტერესებდა და კარგად ვიცოდი მაგრამ მე უნივერსიტეტში არ დამხვდა ის რაც მეგონა რომ დამხვდებოდა და ძალიან ფრაგმენტული ცოდნა მქონდა რა და მე მაგალითად როცა უშუალოდ ვაკეთებდი საქმეს და კონკრეტული თემები რომ ჭირდებოდა მიწევდა ამაზე მოbrunება და ამ ფრაგმენტების შევსება ეხლა ესე მაინც არ ყოფილა რომ ავდგარიყავი და ის კურსი ისევ თავიდან გამევლო რა უბრალოდ ესე ფრაგმენტ მომიწია ამ ცოდნის შევსება რაც მაგალითად მათემატიკაში არ ვიცოდი და დღესაც არის ბევრი რაღაცა რაც არ ვიცი კარგად და მე ფიქრობ ხოლმე რომ აი ეს რო ვიცოდე მაგალითად აი მან რა კარგად იცის და მეც რო ვიცოდე მაგარი სკილია რა და ბევრჯერ ქონია სიტუაცია რომ აი რაც კი უკვე რომ მუშაობდი და არ იცი რაღაც მათემატიკას და სულხარ გისწავლე გაგირჩევი არა იმ ციკში რაც ერთ გადაშლაზე ფორმულები ვნახე სხვა ლეველის მათემატიკა აი ეგეთი შეხედულება მქონდა რომ ვიწყებდი მაგალითად საერთოდ არ მესმოდა რა თემა იყო პროსტა მივიცოდი რომ ეს მიმართულება მაინტერესებდა და ვიცოდი რომ აი როგორც თავიდან ახსენე უნივერსიტეტში ხო იცი 3 წელი ვსწავლობდი თქო და ბოლოს შეიკრა სურათი თქო რა დაახლოებით ვიცოდი რომ რაღაც რესურს ჩავდებდი სადღაც გაანათებდა სადღაც მოხდებოდა რა ეგ მომენტი რა და ნუ ხო ეგრე არის რა მე რაღაცა ბოლოს გადიხარ დღეს დიდად მნიშვნელობა არ აქვს მაგალითად დღეს ხო ბევრი რაღაც არის მაგალითად DirectX-ი, Vulkan-ი, ACS-ი, ანუ რომელ სისტემა OpenGL-ი ესე აღარ არის ხო რაღაც მე მგონი როგორც ზუბამ თქვა მაშინ კი არის მაგრამ ხო აი რა სისტემაა დღეს ალბათ Vulkan-ი ხო Vulkan-ი არის უფრო ისეთი ახალი შედარებით და მე ნაკლებად ფარავს ორივე მხარეს იმიტომ რომ extension-ებიც აქვს ray tracing-ის და rasterization-იც აქვს ერთადერთი იმასო დაუბრუნდეთ 10 წელი რატო აი ეგ ხო ეგ შენ ბოლო კითხვა რომ 10 წელი რატო მუშაობ ეგეთი კომფორტი შეგიქმნეს ანუ რო დავიწყე მაგალითად წერდით რენდერერს რომელიც იყო ჩვენი ენა გქონდა რა ჩვენი კომპილატორი იყო წერდნენ რა სამი კაცი იყო რომელიც კომპილატორზე მუშაობდა და წერდით კოდს ესე ვთქვათ ამ ენაში რომელიც მე კომპილირდებოდა cross platform Linux-ზე, Windows-ზე და ასევე GPU-ზეც და CPU-ზეც ერთ და იგივე კოდი რა და ძალიან ჩთამბეჭდავი იყო რომ ნახე თავიდან რომ მეთქვი რა მაგარია ერთ კოდს წერ და CPU-ზეც ეშვება და GPU-ზეც მე გამოდგა რომ რამდენადაც კარგია ეგ მიდგომა რა GPU-ზე ანუ თუ გინდა რომ წარმადობას მიაღწიო ჩვენი კოდი რაც GPU-ზე რასაც უშვებით დაახლოებით იგივე წარმადობა ქონდა რაც CPU-ზე რა როცა სხვა რენდერერები რა დაფრინავდნენ და მე მივხვდით რომ უკვე ანუ ეს არქიტექტურა არ იყო ის რა რაც ჩვენ გვჭირდებოდა და გადავწერეთ უშუალოდ GPU რენდერერი ცალკე და რო გადავწერეთ რაღაც 8 ჯერ უფრო სწრაფი იყო რა საშუალოდ რა მე ავდექით და ეს GPU რენდერერი რომელიც გადავწერეთ ის დავაკომპილირეთ ასევე CPU-ზე და ანუ გამოდგა რომ CPU ანუ ზოგადად როგორ CPU-ს უფრო მეტი შიდა ოპტიმიზაციები რა ხანა აქვს რა უფრო ლოიალურია კოდის გაშვების მიმართ და ბევრ ცუდ კოდის ჭამა შეუულია და მაინც ოკეია რა პერფორმანსში როცა GPU ძალიან კრიტიკულია რა ცუდ კოდს რომ ისცემ შეიძლება 10 ჯერ შენელდეს რა და ანუ თუ ეს შენი არქიტექტურა GPU-ს ერგება და ამას მე CPU-ზე გავუშვებ
საკმაოდ კარგად ეშვება რა CPU-ზე, მაგრამ პირიქით არა. პირიქით არა. და ანუ ეხლა მაგალითად ჩვენი არქიტექტურა როგორც არის, ანუ GPU-ზე გათვლილი არქიტექტურა, რომ ჩვენი კომპიუტერი და ისინი აღარ აგვაქვს, მაგრამ მოკლედ სისტემა ისე არის აწყობილი, HLSL-ია, რომელიც მე Cisco-ს იბავს. HLSL-ი რა არის მარტივად რომ HLSL-ი არის გრაფიკული პროგრამირების ენა არის რა. შეიდერების. ხო, შეიდერების. და GPU-ს გამო უფრო მაგრამ C-სტილის ენაა და შეუძლია C-მიაბა ჰედერად რა. შეიძლება თოიში მაგაში იწერება? ხო, real GLSL-ია იქ, მაგრამ დაახლოებით ერთად იგივე რა. და ანუ რახან C-მიაბავ რა. ოდიშ კიდევ ერთი ასე ვთქვი. ამ ყველა ვულკანს მეტალს და იმათ ყოველას თავისი აქვს თუ ეს სტანდარტია HLSL GLSL ესენი თალკე სტანდარტია ხო ხო ვულკანზე რო შეიდერს წერ იქაც ხო ანუ ერთს თუ ისწავლი ხო მე რისკ მამიდა ანუ მთელი ეს პერიოდი ამ პერიოდის განმავლობაში 10 წლის რა ანუ ესე ვერ ვიტყვი რომ ერთ ადგილას ჩერდებოდით რა სულ რაღაცა ახალს წერდით რა ანუ არქიტექტურის გადაწერა და მე იქ იყო ალგორითმების რეფაქტორინგი ხდებოდა. ხო, სულ, იმიტომ რომ ეს პროცესი როგორ ეს სხვა რაღაც ერთხელ გამოვშდა მე სხვა პროექტზე გადაერთე. ანუ სულ უშვებ ამას და გამოდის აპდეიტები, ყველა სისტემებისა დამოკიდებული ხარ GPU-ს დრაივერებზე და იმიტომ რომ ეგეც სხვადასხვა განახლებები ხდება და რომ მოერგო, ხო, მაგ ნაწილს. მაგის მიმართ ძალიან დამოკიდებული მაღაზია არა ვართ, იმიტომ რომ კოდი ისე არის დაწერილი, რომ ანუ მაგ ნაწილში არ არის რა კრიტიკული, მაგრამ და უფრო ანუ ალგორითმულად მე იმას ვსახი რომ ჩემი განვითარების მხრივ რომ ერთ ადგილს ვკებნი ეგეთი მომენტი არ პრობლემაა. level up-ი მაინტერესებს, აი 10 წლის წინ რო ჩაულებრივი გრაფიკული დეველოპერი იყავი მან რა. ეხლა რა level-ზე ხარ? ანუ ეხაც იგივე რო ვიგავ? ხო, და კი არა ვარ არა. ანუ მაგალითად მე გეტყვი რა, მაგალითად მე რო აქეთ გადმოვედი რა და მე სკოპიკით მუშაობდი, მე რაღაც სკოპიკ შეექმნა პრობლემა და მომიწია რომ მე ჩემი კომპანია გამეკეთებინა და მე YouTube კონტრაქტით პირდაპირ მივმოდი იმას. და აქ მე ერთელი ბიუროკრატია რა, რაც ჭირდება კომპანიის ქაღალდები რაღაცა მე იყო იქ რაღაც სისულელე დავა მთავრობას ფინანსზე რაღაცა დავა, რომელიც რაღაც კანონით შეცვალეს და რაღაცას გედავებონ და ანუ ეგ არ არის რა ჩემი და მე არ მინდა რომ მაგით ვიღლიდე თავს რა მინდა რომ ჩემს საქმეს ვაკეთებინე რომ ეგ მსიამოვნებს და მენეჯმენტის ნაწილიც არ მსიამოვნებს აი რო იძახი რომ თქვა ლიდი რო გახდე რა საერთოდ გეცვლება რა ანუ საერთოდ სხვა რაღაცას აკეთებ და ეგ მუღამი უფრო არ მქონია რა რომ მაინც ლიდი ყოფილიყავი და ის აღარ მეკეთებინე მაგრამ თან მე ხლა რახან რემოუტად მუშაობდი, შეიძლება არც იყო იოლი რომ მე რაღაც პონჩი ესეთი როლი შემეთავსებინა, მაგრამ მაინც ჩემ ინტერესებშიც არ იყო ესე ვთქვათ რა და ამ ეტაპზე ეგ პრობლემა არ მედგა. ოკეი, 15 წელი ყოველ იმაში ახალ რაღაცებს შეუძლია. მაგარია 10 წელი ერთ კომპანიაში მუშაობა, ესე იგი მართლა ყოველი ანუ ეს გამვითარების ბუსტი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რა წელი დაურჩა რაღაცა. კაი ძალიან საინტერესო იყო და სანამ დავასრულებთ ჩვენი სტანდარტული კითხვა უნდა გისვათ. 3 რესურსი გვჭირდება, ან ლექცია, ან წიგნი, 3 რაღაც უნდა თქვა. რჩევა იყო წინაზე, მოდი ისე ლექცია, ან წიგნი რამე გამოუშვი 3 წელი. გრაფიკაზე უნდა იყოს მაინც. რაზეც კი რაღაცა შენ რასაც ვთვლი, რომ ჩვენს მაყურებელს გაუსწორდეთ. მე მაგალითად ვიტყოდი რომ ეს წიგნიც ნახოს ხალხმა. ამ წიგნს მოყვება, ანუ GitHub-ზე შეგიძლია ნახოთ ეს მათფარი არის მოკლედ ეს დეველოპერი რომელიც მოკლედ აქვს ცალკე GitHub-ზე ქონდა პროექტი ანუ ეს წიგნი რეალურად არის აი კოდის პარალელურად თეორია რა ანუ ეს რაღაც ცალკე მშრალი თეორია კი არ არის რა GitHub-ზე შეგიძლია ნახო კოდი და იმ კოდს მიყვება და არჩევს ფაქტიურად და იმის თეორიას ამუშავებს და მაგიტო ძალიან კაი რესურსია ის მე ძალიან ბევრი ვისწავლე უშუალოდ PBR-ი ქვია რა. ეგეთი. ანუ ერთი ეს აძებნო, ერთი ეს არის. მაგალითად ერთი არის რაც ძალიან კაია ML-ის პონჩი რა, machine learning-ის ნაწილში რა, მაგალითად მე მქონდა სულ ინტერესი რომ რაღაც პონჩი გამერჩია და ანდრეი კარპასის აქვს YouTube-ზე 0-დან ვიდეოები როგორ დაწერო მაგალითად აი დიფერენცირებადი ქსელი როგორ გააკეთო და Python-ზე და მე როგორ ხდება და სწავლა და ეს ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ შემთხვევაში ხა ეს პირდაპირ გრაფიკას არ უკავშირდება, მაგრამ ძალიან აქტუალური თემა არის და ჩემს აზრით საინტერესოა რა. კი ბატონო. ეგ ერთი მეორე.
თუ ის წინ ჩავთვალოთ. ის სიგნით ჩავთვალოთ, ეს ერთი და მეორე ის მესამე. ნებისმიერია. მესამე არის ეგეთი პროექტი Mitsuba ქვია. რენდერერი არის. თავიდან ამ ადამიანი რომელსაც ეს აქ დაწერილი რა. ეხლა არის უნივერსიტეტში პროფესორია რა და ჯგუფებს იმაშობა ასწავლის და ძალიან ის არის რა, მაგრამ ცოტა შეიცვალა მიმართულება იმ ხრივ, რომ რენდერერი გადაწერეს, გახადეს დიფერენცირებადი რა. და რა პლუსი აქვს დიფერენცირებად რენდერს რა. გარდა იმისა, რომ ფიზიკაზე დაფუძნებული რენდერია, როგორც მაგალითად PBRT არის რა, იმას შეუძლია inverse rendering-ი გააკეთოს რა. inverse rendering-ი როგორი რაღაცა რენდერის შებრუნებული ამოცანა არის. მაგალითად, გაკ სურათი მოცემული და ეს სცენა უნდა ამოიცნო, სად არის სამკუთხედების, როგორი მატერიალი აქვს რა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ბოლოს, აი მაგალითად რობოტიკაშია მნიშვნელოვანი, როცა იყურება თქვათ კამერიდან რობოტი და აინტერესებს რა ხდება რა, სად არის ზედაპირი, ხო? შეუძლია თუ არა ფერს დაადგას ან რაღაცა რა. ანუ inverse rendering ცალკე მიმართულება, მაგრამ ის თემა რომ არსებობს ესე ვთქვათ ფიზიკაზე დაფუძნებული რენდერერი, რომელიც ასევე დიფერენცირებადია რა. თავისი კომპილატორი აქვს, ძალიან საინტერესოა თუ დაძებნით რა. და ამ inverse rendering-ის მუღამი ისე რომ მთელი ეს რენდერის გრაფი თავისი დიფერენცირებადი ნაწილით იგება მთლიანად და მერე ხდება execution-ი, ოღონდ ამის ოპტიმიზაცია თუ არ გააკეთე ამ გრაფის რა, ანუ ძალიან კატასტროფა დიდი რაღაც გამოდის რა, ანუ კარგი ოპტიმიზატორი გჭირდება, რომ გაიგოდი და რა ერქვა მაგას? Mitsuba. კაი, ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, ძალიან საინტერესო იყო, ძალიან მადლობა თქვენ. ცხოვრებისეულიც, ტექნიკურიც, პირიქით ძალიან დიდი მადლობა და სანამ დავამთავრებთ, მინდა რომ მეგობრებს მაყურებელს უბრალოდ გითხრა, რომ შემოგვიერთეთ მეგობრებო Discord-ში, ძალიან საინტერესოა ბევრი ჩვენი სტუმარი არის Discord-ში, პირდაპირ შეგიძლიათ ესაუბროთ, დაუსვათ კითხვები და ასე შემდეგ. მოკლედ, ლინკი იქნება description-ში და აუცილებლად შემოგვიერთეთ. გუშინ მაგალითად სტრიმავდნენ ეგეც. ხო, გუშინ ხო ეს მაგარი ეს ray tracing-ზე სტრიმავდა. ირაკლი სტრიმავდა, დახსნიდა ძალიან ბევრ რაღაც ray tracing-ის კონცეპტებს და ძალიან ბევრი ადამიანი უყურებდა და ასე შემდეგ. სანამ დავამთავრებთ, ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სპონსორი არის Texi და ხო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა Texis. რა ვიცი. გაქვს კიდე სათქმელი? გამოგვიწერეთ. ხო, subscribe-ეთ და დაგვალაიქეთ და ბევრი მაყურებელი, ბევრი viewer-ი გვყავს რეალურად, მაგრამ subscriber-ებს 3000 subscriber-ზე გვაკლია დაახლოებით 120 კაცი. 120 კაცი. ხო და რეალურად 3000 subscriber-ი თვითონ ეს შეიძლება ციფრულად ვინმესთვის არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ჩვენი სფეროსთვის და ჩვენთვის ძალიან დიდი ციფრია. მithumedes ქართულ კომუნიკაში. ამიტომ დააჭირეთ. ძალიან დიდი მადლობა და შევხვდებით მეორე ეპიზოდში.